დავიწყოთ? აჰა, საგონშვიდობისა მეგობრებო, აი ესე მოულოდნელად დაიწყოთ ჩვენ დღევანდელი ეთერი. დღეს 21 თებერვალია, პარასკევია და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია მთავარი გეოპოლიტიკური შოუ დიდი სივრცე, ვინც რადიოში უსმენთ, იცოდეთ, რომ ეს არის რადიო სივრცე, ჩვენი ხშირი FM 98 და 5, ყველაფრის ნახვა შეგეძლებათ Facebook-ზე, მაგალითად ახლა მიმდინარეობს ლაივი და შემდეგ მოგვიანებით YouTube-ზე შეგეძლებათ ჩანაწერის ნახვა. დღეს სტუმრად მყავს, როგორც ყოველთვის პრინციპში, მაგრამ დღეს გამორჩეულად ორი შესანიშნავი სტუმარი, ქართული საზროვნო სივრცის გამოჩენილი წარმომადგენელი, ორივე, ქართული პოლიტოლოგიის პატრიარქი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და ეკონომისტი, პოლიტიკის ფილოსოფოსი რომან კაკულე. საგამშვიდობისა ბატონებო, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უკვე რამდენიმე პრაქტიკულად შედგა გადაცემათა ციკლი. პირობითი სათაური ვინ გაინაწილებს მსოფლიოს 21 საუკუნეში, მოდით შევეცადოთ ამ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური კალეიდოსკოპური მოზაიკის ცალკე აღებული ფრაგმენტების შეფასება და შემდეგ უკვე, ესე იგი, შევეცადოთ ასევე შეჯამება ამ ყველა ასპექტის, რომლის განხილვასაც დღეს მოვასწრებთ. მოკლედ, მთავარი არ არის ეს საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანია, აი ჩვენს თვალწინ რაღაცა დრამის ერთ-ერთ მოქმედებას აქვს, განვითარებას აქვს ადგილი. მე გულისხმობ რას? უკანასკნელი აი ეს კვირა ყველაზე მძიმე იყო ვლადიმერ ან ვოლოდიმერ ზელენსკისთვის. თანამედროვეობის ლანცელოტის იმიჯი არის მნიშვნელოვნად თუ არა სრულიად დაზიანებული, განადგურებული და ჩვენს თვალწინ დღეს უკვე ხდება ზელენსკის მარგინალიზაციის პროცესი, რომლის ბოლოს ზელენსკი შეიძლება იქცეს ტოქსიკურ ფიგურად, რომელიც შეიძლება უახლოეს პერიოდში ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესსა და უკრაინასაც კი. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ რამდენიმე არაკორექტული გამონათქვამი დაუშვა ტრამპის მისამართით. ხოლო ბოლო წვეთად, რომელმაც გააქვსო უშუალოდ ტრამპის მოწმინების ფიალა, იქცა ზელენსკის დემონსტრაციული საქციელი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის მიმართ, როდესაც უკანასკნელი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში და შესთავაზა ზელენსკის კონტრაქტის გაფორმება, რომლის მიხედვითაც უკრაინა გადასცემდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი წიაღისეულის მიერ მანამდე უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების ანაცვლოდ, ანუ ამერიკელების ფინანსური დახმარების ანაცვლოდ. ზელენსკიმ განაცხადა უარი ხელმოწერაზე ამ ტიპის კონტრაქტზე და მოგვიანებით დაუშვა შეურაცხყოფების კასკადი ტრამპის და ამერიკელების მიმართ, ყოველ შემთხვევაში ის ვინც პასუხს სცემდა მოგვიანებით, ასე მიიჩნევდა, თქვენ ამასაც ნახავთ. პრინციპში მსგავსი რიტორიკა უკრაინელების მხრიდან ეს არ არის ახალი, თქვენ გახსოვთ ალბათ მაგალითად მელნიკის, რომელიც იმ დროს უკრაინის ელჩის თანამდებობას იკავებდა გერმანიაში, მის გამონათქვამებს შოლცის მისამართით, როდესაც განაწყენებული ლიბერულ ცეხვად მოიხსენიებდა, ხო და მოკლედ აი ამ გამონათქვამების ზელენსკის მხრიდან ამ გამონათქვამებს მოყვა ის, რომ აი დაიწყო, რა ვიცი, ტორნადო, ცუნამი, ყველაფერი ის დაატყდა თავს ზელენსკის. ახლა ვინც ლაივში უყურებს გადაცემას, შეძლებს ნახვას სხვადასხვა ტვიტების, რომლებსაც ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი უძღვნიდა ზელენსკის. ჯერ დაიწყო, მოდით ვანახოთ, გამოცემა The Hill. აქ ვეყნებს პუბლიკაციას ჩემს гаджеტშიც ვნახავ. აი The Hill ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან გავლენიანი გამოცემა და სათაურით კიევის შეშლილი მეფე და შემდეგ რატომ არ შეუძლია ზელენსკის ომის დასრულების დაშვება. ამის შემდეგ თავად დონალდ ტრამპი პერსონალურად ზელენსკის უძღვნის საკმაოდ ვრცელ და გესლიან ტვიტს, რომელშიც ზომიერად წარმატებულ კომედიადად აფასებს,
რომელმაც მიუხედავად ამერიკის დიდი დახმარებისა ვერ შეძლო ომში გამარჯვების მოპოვება, ამ ყველაფერს ტრამპი წერს, რომ ის აბიტურებდა მძინარე ბაიდენს, უკრავდა მასზე როგორც ვიოლინოზე, ეს პირდაპირ აქ ნათქვამი, და საერთოდ არის დიქტატორი, რომელმაც გაუქმა არჩევნები და მას ურჩევნია სწრაფად გადადგას ნაბიჯები, ვინაიდან სხვა შემთხვევაში იგი დაკარგავს ქვეყანას, ესეც კი აქ ნათქვამი. ბევრი რამე სხვა, მაგრამ აი ძირითადი რაც ესე იგი მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ. შემდეგ Daily Mail-თან ინტერვიუში უკვე ვიცე-პრეზიდენტი JD Vance ამბობს, რომ ზელენსკი ინანებს ტრამპის გალანძღვას და გმობს მის სასტიკ პასუხს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. შემდეგ გთხოვთ გვიჩვენოთ მასკის ტვიტი, მასკის გარეშე რა თქმა უნდა არც ეს მოხდებოდა. X პლატფორმის მფლობელმა პირდაპირ დაადანაშაულა ზელენსკი ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობაში, იგულისხმება გონსალო ლირა, ეს ჟურნალისტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? აი ეს ჟურნალისტი ესე იგი გარდაიცვალა ძალიან ბუნდოვან ვითარებაში, გარდაიცვალა კიევის ერთ-ერთ იზოლატორში. შემდეგ ესე იგი აი ეს გააკლდა ზელენსკის ბედნიერებას მე ხბიდა გაჩვენოთ ბოლო ტვიტი, რომელიც ეძღვრება ამ თემას, ამჯერად უკვე ბარონ ტრამპი, ეს მე მგონი მისი პირველი განცხადება ტრამპის ყველაზე უმცროსი შვილის და ის წერს შემდეგს, პირდაპირ წერს, ზელენსკის დაპატიმრება უკვე ჰორიზონტზეც გამოჩნდა. მოკლედ ბატონებო, თქვენი შეფასება და პროგნოზი ზელენსკის და უკრაინის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ოღონდ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოკუსირებულები ვიყოთ ზელენსკიზე და უკრაინაზე, ვინაიდან ამერიკაზე, რუსეთზე, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, ჩინეთზე და ამაზე ცალკე ვილაპარაკეთ. ბატონო რამას, მოდით, რას ნიშნავს ეს ზელენსკისთვის, რა ბედი ეწევა უკრაინას და რატომ უშვებს ზელენსკი განსაკუთრებით ბოლო ხანს აი ესეთ ძალიან უხეშ შეცდომებს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ალბათ ზელენსკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდეს მისი პოლიტიკური კარიერა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ალბათ თქვენი თქმის არ იყოს ცუდი კვირა აქვს რა. გახსოვთ ზალუჟნი რომ მოხსნა და მე ინგლისში გაისტუმრა. ინგლისელებმა წამოიყვანეს. ხო. ეჭვიანობა იყო მაგის საფუძველი. პოპულარული იყო ზალუჟნი. ეგ ნაბიჯი უკვე მიუწევდა რომ ეს კაცი არ არის თავში დარწმუნებული. და ეშინია კონკურენციის ეშინია. გაიჟღერა იმანაც რომ თუ არჩევნები იქნება სწორედ ზალუჟნის შემოიყვანენ. ერთის მხრივ ზალუჟნი, მეორეს მხრივ არესტოვიჩი, ახლა არესტოვიჩი სერიოზულად არ აღიქმება, მაგრამ ზალუჟნი ძალიან სერიოზული კონკურენტია იმისთვის, ზელენსკისთვის და უნდა ახლა ძლივს მოშორებული ზალუჟნი კონკურენტად არჩევნებში წაგებული აქვს ეს არჩევნები. კი ბატონო. და ბუნებრივია, მე უკვე ისტერიული მდგომარეობა იწყება რა. ეხლა ადამიანი რო იტყვის რომ მძინავს და მაგიტო ხელს არ მოვაწერო. ესე იგი აღარ არის უკვე ადეკვატური. ეს ტრამპის ვერსიაა, რომ ფინანსთა მინისტრის ჩასვლისას მას განუცხადეს, რომ ზელენსკი მიუწვდომელია და მას ძინავს. მაგრამ თავისთავად ტრამპი რომ თვითონ შეიძლება აზვიადებდეს პრინციპში. მაგრამ ის რომ ტრამპი ამას ახმოვანებს, ესეც უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. რომ შესაბამის საფუძველი რო აქვს, ხო, იმან არ მოაწერა ხელი, ახლა ეძინა თუ ეგოზე ეგ უკვე აღარ აქვს. ბატონო რომან, რა სიტყვით? მივესალმები ყველას, ვინც ვიყურებს გვისმენს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. თუმცა სტატუსი ისეთი მომენტი ახლა მაგისტრო არ არის, მაგრამ ეგ ოფიციალური სტატუსი
ეს დაემატება შენ სტატუსებს ეს მე მომწონს პოლიტიკური ფილოსოფია. ყოველ შემთხვევაში მაყურებელებს მენას უთხრობთ რომ შენგან მონიჭებული სტატუსია ეგ და ლიცენზირებული არ არის. და აი ამ სიტუაციას ახლა რადგან ბატონო რამაზმა ისაუბრა მაგას მხოლოდ ვეთანხმები. თუმცა აქ ასე შევხედავდი მე თანაც სწორედ შენს მიერ ახლად მონიჭებული სტატუსიდან გამომდინარე. ერთიანი ბედის კაცობრიობა თუ ესე ერქვა გასულს ჩინეთი როდესაც ცდილობდა უკვე თავისი რაღაცა სოფხედულობა შემოეტანა და მიუხედავად იმისა რომ დაპირისპირება ძალიან დიდი იყო მაშინდელი რესპუბლიკელებს შორის იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც თავის საკონსულტაციო კომპანიებში დაუშვათ მონაწილეობდნენ და ეხმიანებოდნენ ხოლმე ჩინეთის იმ ავტორებს, რომლებმაც ეგ დოკუმენტი შექმნეს, მაგათ მთავარი გზავნილი რა იყო, რომ მომავლის სოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, სადაც მარიონეტული მთავრობები არიან წარმოდგენილი და ჩვენ თუ გვინდა საერთოდ რამეზე ლაპარაკი დაიწყოს, უნდა ამ მაგიდასთან მოიწვევია მხოლოდ ის სახელმწიფოები და იმათ მიეცემათ უფლება გაარკვიონ ერთმანეთში რაც გასარკვევი აქვს. სადაც მარიონეტი მთავრობები აღარ იქნებიან და ქვეყნები, რომლებიც საკუთარ თავს წარმოადგენენ. და მაშინ ეს პოლემიკა ძირითადად ესეთ ინტელექტუალებს შორის გაცვლა გამოცვლები იყო, კორპორაცია რენდი და ესეთი ძირითადი თემები, სადაც ჟღერდება ხოლმე. ერთ-ერთი თემა იყო, სადაც არავინ არავის არ ედავებოდა. ერთი მხარეს და მეორე მხარეს. ყველა დანარჩენ საკითხებში ყველანი מחვილებს ლესავდნენ საომავლო დაპირისპირებისას, მაგრამ ამ თემაში აბსოლუტურად იდილია იყო ორივე მხარეს, რომ კი ბატონო, ეს არის განვლილი 10 წლეულების მთავარი შეცდომა. რომ ჩვენ ხედავთ კაცს, ის საკუთარ თავს არ წარმოადგენს. მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ავატარია ვიღაცის და ანუ ამის დასრულების მიმანიშნებელიც არის ეს ყველაფერი. ანუ ტრამპი, როდესაც ახლა შემოდის, ამით ეხმიანება იმ სამომავლო პოლიტიკის მთავარ მოთხოვნას, რომ იმ მაგიდასთან სადაც გაირკვევა ახლა ვის რამდენი და ვის როგორ და ვის საიდან და ვინ როგორ იქ ლაპარაკი შეიძლება იმ ხალხთან რომლებიც საკუთარ თავს წარმოადგენენ. ეხლა ზელენსკის პრობლემა გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის რო ეგ იყო. თუმცა ეს გასაგები დიდი ხანია იყო, მაგრამ ვერავინ არაფერს ვერ შეგვოდა. ეხლა ტრამპი შემოდის მაგით USAID დაუშვათ ეს ყველაფერი. ეს ერთი დაუშვათ დიდი პაკეტის ნაწილია რა, რომ დაუშვათ იმდენად რთულია გადალაგება ახლა ამ ყველაფრის, რომ ეგენი თავის დროზე გაეროსაც მიადგებიან, ყველაფერსაც მიადგებიან, ყველა ის გაერო და ნაპირებენ გამოსვლას, დღეს რესპუბლიკელების კონგრესის, ანუ რესპუბლიკელთა ფრაქციის ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ გამოვიდეთ გაეროდან. იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეგ ამბავი რა, უბრალოდ ომი ბრუნდება თავის იმ ფუნქციით, რომელიც მას ჰქონდა მანამდე სანამ ჩვენ ეს დავივიწყეთ თვითონ ძალიან ამაღლებული მოტივებით, როდესაც დაუშვათ რა ფუნქციას გაწმენდა? იცი რა, ომი იყო ინსტრუმენტი, როდესაც ვერ გვარდებოდა სხვაგვარად ის პრობლემები, რომელიც არსებობს. თუ პრობლემა არსებობს და ის ვერ მოგვარდება, რა, მაშინ სოფლიოს არჩეული ქონდა მეთოდი, რომ მოდი ომი როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ყველა ის დანარჩენი ინსტრუმენტი ურთიერთობის, რაც ომის გარეშე დარჩა, მე ისინი ყველაფერი იქცა ომად. და თავარი პრობლემა დღევანდელი მსოფლიოსი არის ეს, სწორედ რომ ამ ვითომ ძალიან კარგი მოტივით, რომელიც ახლა 45 წლის შემდეგ შეიქმნა და ყველა საფუძველი არსებობდა იმის, რომ ასე ეფიქრა და ეზრუნა ყოველ შემთხვევაში მსოფლიოს, რომ ეს შესაძლებელია, რომ არსებობს დაუშვათ ისეთი მოცემულობები, სადაც შენ თუ ყველანაირად მოვინდომებთ და ადამიანი უკვე იმდენი ნახა და იმდენი განიცადა და იმდენად გამვითარდა, რომ მას შეუძლია ომის თავიდან აცილება და ამის ბევრ ადამიანს ჯეროდა, ჩვენც გვინდოდა რომ დაგვეჯერებინა ეს, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ არის საკითხები, საზღვრები, რომლებიც ფართოვდება, ადამიანები იცვლებიან, რესურსებზე წვდომა იცვლება და არის საკითხები, რომელიც როგორც ჩანს ომის გარეშე ვერ გვარდებათ. ეხლა სოფლიო, რომელიც წლების განმავლობაში იჯერებდა, რომ ეს ასე არ არის, ეხლა ასე უცებ ვერ გადმოერთვება ამისთვის და ამაზე გადართვა ეხლა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე აუცილებლად უდიდესი მასშტაბები მოყვება ამას, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის სწორედ მაგის დამტკიცება, რომ ზელენსკით დაიწყე შენ საუბარი და ზელენსკის მსგავსი ლიდერები უკვე ამ პრობლემაში ვერ შემოვლენ როგორც მოთამაშეები რა და ის ჩემი აზრით ტრამპი მაგასაც ამბობს, რომ ადამიანები ქვეყნები უნდა წარმოადგენდნენ თავის თავს, სხვანაირად არაფერი არ გამოვა და ეხლა ეს მისი დავუშვათ არ დაძახება
ტრამპისთვისაც გასაგები იყო, რომ ბოლოს ახლა თუ არ დაუძახეს, ახლა როგორ შეთანხმდებიან საუკეთესო შემთხვევაშიც კი რომ შეთანხმდნენ, ალბათ მაგალითად ვილაპარაკებთ რა პერსპექტივა აქვს ამ შეთანხმებას, მაგრამ ევროპასაც ზელენსკისაც თავისი წილი მონაწილეობა ალბათ ექნება, მაგრამ თავის დროზე მისი არ დაძახება, ჩემი აზრით, აი ამ დიდი ცვლილების და დიდი მოსაოდნელი აბსოლუტურად სხვაგვარი მსოფლმხედველობრივი ხედვის განაცხადი იყო ტრამპის მხრიდან და მან პრინციპში ის მიიღო, რა დათესა ის მოიმკვა რა, ეგ არის რა თემა. კი ბატონო, უბრალოდ აქვე შენ ლაპარაკობდი ამ ყველაფერზე და აქვე გამახსენდა მე ხა ყველა ეს ტვიტი იყო უამრავი რა. აი დაახლოებით 50-მდე მთელი კონგრესმენები, კაბინეტის სხვა წევრები ყველა ვალდებულად თვლიდა რომ დაიცვა ტრამპი ზელენსკის განხილვა სჭირდებოდა, მაგრამ ორი ტვიტი არის გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ტვიტი ეხებოდა ისევ მასკის გამოქვეყნებული, წერდა რომ ეს დოჯი აუცილებლად ეხლა შეუდგება პენტაგონის მონიტორინგის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული ფულადი დახმარების რევიზიას. თუ რამდენი დაიხარჯა, ტრამპიც თავის ტვიტში ამბობს შემდეგს, ანუ X პლატფორმაზე რომ დახარჯული იყო 350 მილიარდი, შენ თვითონ ამბობ რომ ნახევარი სადღაც გაქრა, ანუ ყველაფერში გამოიჭირა. და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ის რაც თქვა ჯიდი ვენსმა, აინახეთ რატომ აი ძალიან ბევრი აღნიშნავს რომ აი უკრაინელთა რიტორიკა დიპლომატიურ ეტიკეტზე აღარ ვამბობ, ანუ დადიან როგორც მოჯაჰედები ევროპაში რა. ნუ გასაგები ხალხი ომს თქვენ ხო არ ომობთ ხო? ნუ წესიერად რაღაცა ჩაიცუ ეხა სირიის მეკობრე გასტუკით და ლამის იმით დადის ხო? და გაუგებარია და ეს რიტორიკა და განსაკუთრებით რამ გააცოფა ტრამპი. ვენსმა დაწერა ამის შესახებ, აი უბრალოდ ტვიტის ათაური მქონდა, შინაარსზე აღარ წამეკითხავს. ზელენსკიმ თქვა რომ ტრამპი არის შეყვანილი შეცდომაში და არის რუსულ დეზინფორმაციული სივრცის ტყვეობაში. ეს არის აი ამის შემდეგ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ ტრამპი არის იდიოტი. აი ამან გამოიწვია ეხლა ორი ტრამპი იდიოტი და გარემოცვა ნაძირალა მით უფრო მთლიანად ამერიკელები. იმის გათვალისწინებით თუ რა სანტიმენტები და დამოკიდებულება აქვს ტრამპ ზელენსკის მიმართ, ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ თავის დროზე ბაიდენის ეს წამოწყებული კამპანია ტრამპის მისამართით, როდესაც მთელი სერია სხვადასხვა სასამართლო პროცესების იყო დაწყებული, ხო? დიდწილად ეხმობოდა ზელენსკის მიერ გაცემულ ინფორმაციას ტრამპზე და პირიქით, ზელენსკიმ თავის დროზე ტრამპს უთხრა უარი ბურისმასთან დაკავშირებული დოსიესში არსებული ინფორმაციის გადაცემაზე. ამდენად ეს ერთი ასპექტი, ანუ ის რომ ზელენსკი ავატარია, რასაც ხაზი გაუსვა რომანმა და აბსოლუტურად ვეთანხმები იმაშიც რომ ადამიანი უნდა წარმოადგენდეს თავის ქვეყანას და ის ადამიანი უნდა იცავდეს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ ნიშნით ირჩევს ტრამპი მოკავშირეებს. აქ არის ორბანი, აქ არის მელონი და სხვა კონსერვატიული ბანაკები და სხვათა შორის შემახსენეთ თუ დამავიწყდა გერმანიის თან კვირას ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ამაზე აუცილებლად რომ ვილაპარაკოთ. და შემდეგი საკითხი ზალუჟნისთან დაკავშირებით. ტრამპმა დაწერა შემდეგ იმაში ტვიტში რომ ზელენსკის აქვს 4%. ძალიან სასაცილო იყო მეორე დღესვე უკრაინელებმა გამოაქვეყნეს რაღაც სოციოლოგიური კვლევა, სადაც ეს უკრაინული საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტი არწმუნებდა უკრაინელის და მთელ მსოფლიოს, რომ ზელენსკის რეიტინგი დღესდღეობით 57%-ს აღწევს. ამაზე ისევ მასკმა დაწერა შემდეგი ტვიტი: თუ 57% გაქვს, შენ დალოცვილო, ჩაატარე ეს არჩევნები, მოიგე ამ არჩევნებში. ზელენსკი, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეკნობიან ამერიკელები, ამ ინფორმაციის თანახმად ზელენსკი აგებს ზალუჟნისთან პირველ ტურში და გამანადგურებელი ანგარიშით აგებს მეორე ტურში. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ზალუჟნი არის ინგლისელების კრეატურა და ამერიკელები ეძებენ ახლა კანდიდატს, რომელიც მათ ინტერესებს და ნაწილობრივ რუსების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ამდენად ის რომ დღეს მაკრონი გაფრინდა შტატებში და სტარმერი ხვალ მიფრინავს, ალბათ ერთ-ერთი თემა საუბრის იქნება ეს. მაგრამ მოდით ახლა მთავარი თემა.
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები. წარმომადგენლობით. ანუ აქეთ არის რუბიო, აქეთ არის ლავროვი, არიან ესე იგი სპეცწარმომადგენლები სხვადასხვა კონფლიქტების დარეგულირების დარგში. რუსულ დელეგაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ბატონი დმიტრიევი, რომელიც არის აი ამ კულუარული ინფორმაცია, ну რა კულუარული ყველა ამ ჩენელზე არის გამოქვეყნებული, რომ არის პუტინის ქალიშვილის მეგობრის მეუღლე, რომელიც არის საინვესტიციო ბანკირი, რომელსაც სასწავლებლები აქვს დამთავრებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც აქ გამოცდილება და მუშაობდა სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში ამერიკის შეერთებულ შტატების და ერთ-ერთი მთავარი როლი ამ მოლაპარაკების დროს ჰქონდა სწორედ დმიტრიევს. ეს მოლაპარაკებები გაგრძელდა 5 საათის განმავლობაში და რაც ეხებოდა ეს მოლაპარაკებები, ენერგეტიკა, ვაჭრობა, სახალინზე რუსეთში არსებული ნედლეულის რატომაც იყო ეს? ну რა თქმა უნდა, ესე იგი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, უკრაინა, მაგრამ არა პირველი და მთავარი და სხვა თემები, მათ შორის გლობალური ვაჭრობა, ლოჯისტიკა, კრიპტო და სხვა ოქრო და სხვა აქტივების წამოწევა წინ. გარდა ეს რაც ოფიციალურად გავრცელდა და ამიტომ ეს კიდევ უფრო გაუგებარია ზელენსკის რა ეწყინა. როდესაც დემონსტრატიულად არ ჩადის ერ-რიადში, ჩადის იმასთან, რა ქვია, ერდოღანთან და არის ძალიან კაი ფოტო, მე და ამავე წელს ჩამესვა. არის ფოტო გადაღებული, სადაც ერდოღანი დგას აი ამ საწყალი გამომეტყველებით, ესე იგი, აი ამ ზელენსკისთან და ესე იგი შავი ქოლგა უჭირავს, ესე იგი იმის თავზე რა. ანუ, პირდაპირი სიმბოლოა, რომ აი მე ავიღებ ამას. დღეს ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ თურქეთი და უკრაინა წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ ჯარებს ევროპაში და რა თქმა უნდა, თურქეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, ანუ ამ მოლაპარაკებაში. მოკლედ, თქვენი აზრით, რა ხდება ეს? რატომ წავიდა ტრამპი მოლაპარაკებაზე რუსეთთან და ბობოქრობს მთელი ევროპა და მთელი ევროპა არის აღშფოთებული, რაღაც შოკირებული, ამბობს, ხო ძალიან ცოტა დაგჭირა იქ რუსებს, ხო აქ ძალიან დიდი პრობლემები, სულ ცოტაზე და ჩვენ დავამარცხებდით ამ რუსებს და რატომ მიდიხარ მოლაპარაკებაზე და ასე შემდეგ. რატომ წავიდა ტრამპი მოლაპარაკებაზე და თქვენი აზრით, ამ ფორმატის განხილვა შეგვიძლია როგორც იალტა 2, თუ ეს არის გადატვირთვა რუსეთსა და ამერიკას შორის. ბატონ რამას მოდით. ჩვენი დავიწყოთ. ჯერ ფსიქოლოგიით და მერე რა ხომ ჯერ პატრიარქობით. პატრიარქა. თქვენ ეხლა თქვენს შეიფერეთ ეს სტატუსი და ძალიან ცოტას ლაპარაკობ ბატონ რამას. პატრიარქ მოვლის სიტყვა თქვა და მორჩა. ორ სიტყვას იმას ვიტყვი, რომ მე მაინც მგონია, რომ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კონსტრუქციის აწყობაში, რასაც ტრამპის პოლიტიკა ქვია, ხშირად გამოტოვებულია ხოლმე. კერძოდ, მისი ბრძოლა ლიბერალებთან. ეს ის თავდაცვითი ბრძოლაა, იმიტომ რომ იმათმა დაიწყეს ლიბერალებმა. სასამართლოები რაღაცა, რომ ამოეგდოთ პოლიტიკიდან ტრამპი და რომ უბრუნდა მიხვდა, რომ ესენი გამჩერებლები არ არიან და მე უკედა. ეხლა თუ ამ თვალით შევხედავთ, გასაგები ხდება, რატო არ გარდა იმისა, რომ გულზე არ ეხატება ეს ხალკიანი ბიჭი ზელენსკი. გარდა მაგისა რატომ არ უნდა ზელენსკი საერთოდ როგორც მოვლენა, იმიტომ რომ ზელენსკი გაუჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ევროპა გაუჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, სამშვიდობო გაჭიანურდება და მოყოლდებიან ფრონტიდან გაშვებულ ფულზე დამждარი ლიბერალები. ფულის არხი უნდა გადაუკეტოს რა და ფულის არხი იყო ფონდები, ფულის არხი არის ომი, პენტაგონი, USAID და ასე და ტრამპიც იგივეს და მასკის იგივეს ამბობს. და მიდის ეს ბრძოლა რა, შიგნით არის სამოქალაქო ომია, ოღონდ
ჭკუის და ესო ჭადრაკის ომია რა და არა ცეცხლის ომი. ეხლა აი ამ ფონზე რუსეთისკენ გადადგმა ნაბიჯისა მისთვის რა თქმა უნდა შემსუბუქებაა, იმიტომ რომ მართლაც რუსეთის დაახლოება მომავალი რაუნდი ჩინეთთან საჭირო იქნება. ამათ იმედზე ევროპის იმედზე ვერ არის. და ამიტომ ეძებს მოკავშირეებს უკვე ჩინეთთან ურთიერთობისთვის, ახლა დანარჩენი რომ ამოაგდო და და ჩინეთი თვითონ რას იზამს და ამ დროს ჩინეთმა ევროპა დაისვითო, ხო? მოლაპარაკება. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. თან ჩინეთი რომელსაც ხმარა მოუღია მთელი ამ ორ მტრიალის განმავლობაში და ევროპა დასვითო კაცო მოლაპარაკებაზე, აწუხე, შეაწუხა და აი ამ ძალიან რთულ ნაზავში, სადაც ჩინეთს რა თქმა უნდა აქვს ინტერესი რომ ყველა მეტოქედ დასუსტდეს რუსეთი, ამერიკა და ევროპა ერთმანეთი დაჭამონ და ეს იყოს გაჩერებული. ამიტომ აღვივებს იმ წერტილს, სადაც მიაჩნია რომ ეთყობა ჩათვალა რომ ტრამპი უკვე იმარჯვებს და ამიტომ დაეხმარა ევროპულ ხალხს რომ იმათმა მოახერხონ დაბალანსება. აი ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ რუსეთზე არჩევანი ტაქტიკურად სტრატეგიული არჩევანი არ არის, იმიტომ რომ რუსეთი არაფერ, იარაღის პატრონია და ტერიტორიის მეტი ხო არ და მინერალები კაი ექნა. სხვა ბევრი აი ხა ხო არის რომ რუსეთისკენ მიგვაცრებს ეგ საერთოდ ანეკდოტური ფორმულა 40 კილომეტრში ტანკი აქვს დაყენებული და ქოქო აკლია და სად მიგაცრებს. ჩვენს გენიოსებსაც ვილაპარაკებთ ბოლოში უკვე. ხო და ამიტომ აი ეს ასპექტი რომ იმათთან ბრძოლა, შიდა ბრძოლის რაუნდში ის ეძებს საყრდენს რომ არ დარჩეს მერე ჩინეთთან მარტო, აი ეს მგონია ყველაზე სავარაუდო ვერსია. კი ბატონო, დიდი მადლობა, ბატონო რომან. კი, ეს ვერსია ძალიან ზუსტი ვერსია. თავიდან, როდესაც დაიწყო ომი, მახსოვს ერთ-ერთი ავტორიტეტული მოაზროვნე დასავლეთის სივრცეში, რომელსაც შეფასებები გიტებოდა, რომ რა არის ომი და მაშინ ვთქვა და დღემდე ვიზიარებდი მაგას, მან თქვა, რომ ეს არის დასავლური ცივილიზაციის შიგნით არსებული მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, რომელიც გადაიზარდა სამოქალაქო ომში. ძალიან მაგარი. დასავლური ცივილიზაციის შიგნით და ის მეამბობდა, ხოლო რაც შეეხება ცივილიზაციურ დაპირისპირებას ჩინეთთან, ჩვენ მასში არ უნდა შევსულიყავით რუსების გარეშე. ეს თქვა მაგან აი ერთი თვის მერე, რომ ეს არ უნდა გვექნათ. ვინ თქვა ეს? ჯორდან პიტერსონმა თქვა მაგან და მაგი მაშინ ძალიან მაგარია, კი. და აი ზუსტად ესეთი განმარტება მისცა მაგან და სხვათა შორის იმდენად ახალი დაწყებული იყო, როცა ეს თქვა, აი ზუსტი დიაგნოზი ხო იცი, მაგრამ როგორ დიაგნოზები იცის და ზუსტად თქვა ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება დასავლური ცივილიზაციის შიგნით, მაგრამ ჩვენ ცივილიზაციურ რომელიც ასევე წინ არის, იქ რუსების გარეშე არ უნდა შევსულიყავით. ეხლა აქედან ჩვენ ბევრი გაკვეთილების ამოღება შეგვიძლია, თუნდაც ეხლა რასაც ბატონი რამაზე ამბობდა ჩინეთისა და ჩინელები რომ ევროკავშირის უბრალოდ ევროპელების ინტერესებით და გამომდინარე რომ საუბრობენ. ჩვენ ხო სულ აქ ჩვენ პოლიტიკაზე რო არ ლაპარაკი, რამდენჯერ გვითხოვს რომ გარდაუვალობა ჩინურ ევროპული ურთიერთობების გამოვიყენოთ ამას რაღაც ამჩი რა გვინდა ჩინელებთან თემა რო არის. მათი ურთიერთობა ერთმანეთთან ისევე გარდაუვალია, როგორც ბევრი სხვადასხვა კავშირები. ანუ ეს კოზირი იყო ჩვენ ხელში და ეხლა ჩვენ ერთადერთი მარშრუტი არა ვართ მაგათ შორის, მაგრამ ის ერთ-ერთიც რაც ვართ და როგორც ძალიან ცოტაა სინამდვილეში მარშრუტი. მაგრამ მაინც არის გამოსაყენებელი და ამანაც ხო დაადასტურა აი ამ კონკრეტულმა მინიშნებამაც, რომ აქ არის ურთიერთობების ისეთ ფორმაზე საუბარი, რომელიც ჩვენთვის გამოყენებადია და ნუ დავხუჭავთ თვალებს ამაზე და აი ეს ცივილიზაციური და ცივილიზაციის შიგნით სოფხედველობრივი დაპირისპირება ეს ორი ტერმინია რა ძალიან კარგად არის ჩვენთვის გასაზრდებელი, იმიტომ რომ ზუსტი დიაგნოზია ეგ და აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ საერთოდ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს სოფხედველობრივი დაპირისპირება შიგნით რა როგორც დამთავრდება, ისე დამთავრდება ჩვენი დაპირისპირებაც აქ შიგნით. იმიტომ რომ ეხლა
ეს ცივილიზაციური დაპირისპირებაც ეს არ არის ეს ისეთი როგორც ხედავ ისეთი პროცესებია რომელიც მიზანშედეგობრივი კავშირების დიაპაზონს ახლა ადამიანები ასე თითოეული ვერ აკონტროლებს რაღაც ეს იმ ტენდენციებს მიყავს აქეთკენ საქმე რომელიც შეიძლება ასე ზუსტად ნახაზის სახე შენ წინ არ ქონდეს მაგრამ აქვე გასაგები ხდება რომ ამ დაპირისპირებაში თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ქვეყნები თავის თავს უნდა წარმოადგენდნენ ხო ის იდეოლოგია ხდება მთავარი რომელსაც გაერთიანება შეუძლია საზოგადოების ლიბერალიზმი ვერ გამოდგა ეგეთ იდეად ის პირიქით საზოგადოების დამშლელი იდეოლოგიად გამოდგა მიუხედავად იმისა რომ ჩარაფიქრი სულ სხვა იყო და ბოლომდე არა ვარ მე თანახმა ხოლმე ეს რაღაც უკიდეგანო კრიტიკის ლიბერალიზმის იმიტომ რომ ასეთი უცებ გადაასვლა ვერ მოხდება იმიტომ რომ ახლა ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ეტაკებიან ხოლმე ესე პირდაპირ ლიბერალიზმს, რაღაც არ ფიქრობენ ეკონომიკურ ნაწილში რომ გადავლენ, მე რაშვებიან, იმიტომ რომ ლიბერალიზმთან და ლიბერალურ აზროვნებასთან უკვე ეკონომიკურ სეგმენტში იმდენი რაღაცებია მიმული, რომ იმას ასე უცებ ვერ ჩაეხსნები შენ იდეოლოგიურად შეიძლება ამას ჩაეხსნა და გადმოხვიდე აბსოლუტურ კონსერვატულ აზროვნებაზე, მაგრამ როგორც კი ბაზარს მიადგები და კაპიტალიზმთან მთელი რაღაცებს, იქ მე ბევრ რაღაცაში გაეჭედები, ამიტომ აქ ტრანსფორმაციის პროცესი აუცილებელია. თუმცა ეხლა აქ ჩვენ ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ აქ ეგ ამბავი მიდის გარეთ და ჩვენ შიგნით არა მაგის მიხედვით გადაწყდება აქ. როგორც ეს სოფიოლოგიური დაპირისპირება, მე გონია რომ გადაწყდება იმ იდეოლოგიური ხედვის სასარგებლოდ, რომელიც გამაერთიანებელი სტატუსის მატარებელია. თანაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთოდ იდეოლოგიები არ არის წამყვანი, მთავარი მოტივატორი, ის როგორც წესი შლეიფია. მაგრამ როგორც კი დაპირისპირება იწყება და მე შენ გჭირდება უკვე საზოგადოების დიდი ფენების მობილიზება, უკვე იდეოლოგია ამიტომ გამოდის ხოლმე და არქეტიპულ ბრძოლაში კეთილსა და ბოროტს შორის რატო გადადის ნებისმიერი დაპირისპირება? იმიტომ რომ დიდი მასების მობილიზებამდე რომ მიდის საქმე, იქ უკვე მაინც ეს იდეოლოგიური და ასეთი შემეცნებითი ხასიათის რაღაცები ამოდის. იდეოლოგიის გარეშე დიდ მასას ვეღარ დაიჭერ, თუმცა ის თავით არასოდეს არ არის ხოლმე მთავარი. და ისე მთავარი мотиваციები ფინანსურია, ეკონომიკურია, პოლიტიკურია, ძალადობრივი რაღაცები ჩანაფიქრია, მაგრამ როგორც კი დაპირისპირება ხდება, შენ იზოლებული ხარ, მე უკვე ხელი მოკიდე იდეოლოგიას, რომელიც შენ აი ამას გაგაერთიანებინებს და აი ამ ყველაფერზე უნდა დავაკვირდეთ ახლა სიტუაციებს, რომ მე ჩვენი ანალიზის გამოგვადგება შიგნით. ძალიან მაგარია. მოკლედ მე უბრალოდ მინდა რომ ესეც მამუკარეში ეს რჩევა რომ ხშირად როცა ვლაპარაკობ ჩვენ გონია რომ ხალხს ესმის და სინამდვილეში ძალიან ბევრს არ ესმის იმიტომ კი არა რომ რაღაცა შესაბამისი რაღაც ინტელექტუალური რესურსი არ აქვს იმიტომ რომ ეს ტერმინოლოგია და ის ინფორმაცია ხა ყველას თავისი საქმე აქვს ეს არის ჩვენი საქმე ამდენად შევეცდები მარტივად აქვს და ის რაც თქვა და ძალიან გასაგებად თქვა სინამდვილეში ბატონმა რომან კაკულიამ ანუ ცივილიზაციათა ომი, რომელსაც წინასწარ მეტყველებდა იქ ჰანტინგტონი და უამრავი სხვა სოციალური მოაზროვნე თუ ფილოსოფოსი, ტოინბი თუ და ასე შემდეგ. ეხლა აი როგორ წარმოგიდგენიათ, არის პირობითად დასავლური ცივილიზაცია და არის სხვა არის ისლამური ცივილიზაცია, არის ჩინეთის ანუ კონფუცის მიერ შექმნილი აი ამ რაღაცა კონსტრუქციაზე ხო ზეობრივ ღირებულებებზე ხო და ეხლა წარმოიდგინეთ მოსალოდნელი არის ცივილიზაციათა შეჯახება ჩინეთი მწყობრი თავისი ფილოსოფიით, მსოფლმხედველობით უპირისპირდება დასავლეთს და ამ დროს დასავლეთს რა ერთიანებს? ახლა წარმოიდგინეთ დასავლეთს აერთიანებს ტრანსგენდერული LGBT ღმერთისგან დაცლილი ბულგარული სეკულარიზმი, რომელიც უკვე აჭარბებს მე მგონი საბჭოურ ათეიზმს. მოკლედ, ღირებულებათა სისტემის არარსებობა. ამ შემთხვევაში დასავლეთს არანაირი შანსი არ ექნებოდა აი ამ ჰიპოთეტურ შეჯახებაში რაღაც გამარჯვების მოპოვების. ეს ხო აბსურდია, ხო? LGBT მებრძოლი LGBT-ს რაზმები ხო გენდერული ნიშნით შექმნილი რაღაც აი ბოინგის ამბავი ერთ-ერთ გადაცემაში რამდენიმე თვის წინ მოვყევი რომ მრავალფეროვნების ერთ-ერთი დეპარტამენტი ბოინგში იმით იყო დაკავებული რომ ეძებდა შავკანიან ლესბოსელ ესე იგი პილოტებს და ვენუ ვერ იპოვეს 6 თუ ეძებდნენ ესე იგი რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯა და დაიხურა ეხლა ეს
და ბუნებრივია, როდესაც ტრამპი არ არის შემთხვევითი, რომ პირდაპირ უთითებს, რომ ჩვენ ხარს უჭერთ ალტერნატივა გერმანიისთვის, ჩვენ ვილდერს უჭერთ ხარს ჰოლანდიაში, ჩვენ უჭერთ ხარს ესპანელ ნაციონალისტებს, ჩვენ მელონის უჭერთ ხარს, ჩვენ ნაციონალისტ ურბანს აი ეს არის, ანუ კონსერვატიული რევოლუცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ამოცანა არის მობილიზაცია დასავლური სამყაროსი და რაღაც ჰომოგენური სივრცის შექმნა, იმიტომ რომ დღეს ტრამპი ევროპას ასეთად არ აღიქვავს და ევროპას ამას ჩვენებად გძნობს და არც არის რეალობაში. და მეორე მომენტი, რაც ბატონმა რამაზმა თქვა, ესე იგი ნახეთ, რა საინტერესოა ჩინეთი ამბობს კი, მაგრამ კაცო, ეს ევროპელების გარეშე როგორ აპირებთ ამ მოლაპარაკების წარმოება? ევროპა ოფიციალურად უნდა იყოს ჩართული ამ მოლაპარაკებებში და მეტის, ევროპელების კი ამბობენ. ჩინეთი უნდა ჩაერთოს ამ მოლაპარაკებათა პროცესში. ანუ თავისთავად არ ისიც რომ დღეს უკვე შეიმჩნევა ევროპულ აი ამ პოლიტიკაში როგორც ერთ-ერთი ტრენდი, მათი დაახლოება ჩინეთთან. Вообще ჩინეთს დაუკავშირდეთო ამერიკამ გვეღალატაო მაგმომ კი ბატონო, აი ეს მომენტის არის, ანუ ნახეთ ეს პოლიტიკა გარდა ამისა, რომ ძალიან საინტერესოა, ძალიან რთულია. აქ არ არის შავი და თეთრი. აქ არ არის ჩელიაბინსკი და ეხლა უკვე დაიბნენ, უკვე ვაშინგტონი ჩელიაბინსკი გახდა. ანუ მათში ხდება ხა კოგნიტური დისონანსი და არიან სრულ ესე იგი დღეს პოსტები წავიკითხე. ნუ ამის კომენტარი ხა სხვა რამებზე მოვაქცენ კომენტარებს, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის გარკვეული სეგმენტი საქართველოში, ჯერ ერთი მართლაც კოგნიტური აი ამ უნარის მწვავე დეფიციტია და როგორც ჩანს, აი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, 30 წლის განმავლობაში, რომ უყურებდნენ ამ სამყაროს, როგორც შავს და თეთრს, პირობითად ჩელიაბინსკს და არ ვიცი რა, ასე მეორე პოლუსაც რაც მოიაზრებენ დღეს, ამიტომაც ხდება მსხრევა ამ სოფხედველობის და აი ამას, რასაც ვადევნებ, ყურს თვალყურს, ეს ისტერიკა, ნევროზები, აგრესია, ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ ამ სტერეოტიპული მოდელის მსხრევას. თურქი ანალიტიკოსი ენგინ ოზერის აზრით ევრიაჩი რუსეთსა და ამერიკას შორის გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა განისაზღვრება ევროპის გარეშე, რომ ევროპელთა გამორიცხვა ახალი იალტიდან გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ძალთა ბალანსის გადაწევას ისრაელსა და საუდის არაბეთის სასარგებლოდ, ხოლო ძველი კონტინენტი გადავა რუსეთის კონტროლის ქვეშ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ციტატა აღარ მინდა ციტატა, ესე იგი ამ ჩვენი თურქი ანალიტიკოსის, მაგრამ მინდა რა ვთქვა, მე გადაჭარბებულად მიმაჩნია ეს პროგნოზი თუ წინასწარ მეტყველება, არანაირად მთლიან ევროპას უბრალოდ ვერ აიღებს, ამის შესაძლებლობა რუსებს არ გააჩნია, თუმცა რუსეთმა შეიძლება გააკეთოს აქცენტი ორმხრივ ურთიერთობაზე გარკვეულ ქვეყნებთან, ეს ქვეყნები ვიცით, ეს არის სლოვაკეთის, ეს არის უნგრეთის, ეს შეიძლება იყოს იქ მოვალში რაღაც ბალკანეთის ქვეყნები, შეეცადოს გავიდეს ავსტრიის მეშვეობით სერბეთზე, ბალკანეთზე, ესპანეთზე და ასე შემდეგ. და მაგრამ აქ რა არის საინტერესო რა? ჩვენ უკვე ვეგუებით იმ აზრს, რომ ევროპა არ იქნება ამ მოლაპარაკებათა მაგიდაზე. მაგიდასთან, უბრალოდ იქნება როგორც ერთ-ერთი მენუს ერთ-ერთი ელემენტი, როგორც ბლინკენმა თქვა, სუფრაზე, რომელსაც გაინაწილებენ. რომან მოდი შენი დავიწყოთ ამჯერად. ჯერ ერთი იცი რა, ომი რო დასრულდება, მე ასე ცალსახად მაგას ვერ ვამბობ. იმიტომ რომ ეხლა ტრამპი წაუგებელ სამაშობს იმ გაგებით, რომ კი ამ წუთას ის რა პოლიტიკასაც აწარმოებს, იმას გააკეთებს და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ომის გახანგრძლივების თემაში ევროპა თავის გარკვეული შეიტანს და ითამაშებს ზელენსკისთან ერთად დაუშვათ და ეს გაგრძელდება, ის ყველა ვარიანტი მოგებულია. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ მას ახლა უნდა გამოვიდეს ავსიბციდან და თუნდაც ის რუსეთთან მისი სავარაუდო რაღაცა სენტიმენტების თემაზე რო ვისაუბროთ ახლა ჩვენ ჩინეთთან მიმართებაში. შენ ხო სწორად თქვი, რომ ეს ხო ის სოფლიო არ არის, სადაც ეს თუ გადაწყდა, დანარჩენი ყველაფერი დაალაგდება. ანუ ეს შეიძლება იყოს ერთი სეგმენტი მათი ურთიერთობის, როცა გაგრძელდება აბსოლუტურად სხვა ტიპის დაპირისპირება ისევ რუსეთთან და საქმე რაშია, აი ორი მთავარი მოტივაცია არის ჩემ თვალწინ ახლა. რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. პირველი, ეს არის რუსული განწყობა, რომელიც აღარასოდეს აღარ ენდობა დასავლეთს. რუსეთში დასავლეთის ნდობა არის ნოლის ტოლი.
აი, შიდა мотиваცია, რომელთაც ყველაფერი იქნება ეს და ხოლო მეორე მხრიდან ევროპის ისძალები ახლა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ იციან, რომ ამაზე უკეთესი შანსი თუ არა უკრაინის ხარჯზე გაგრძელება ბრძოლის, მაგათ მეორედ ეგეთი შანსი არ ექნებათ და აი ეს ორი мотиваცია ახლა ერთმანეთის საპირისპიროდ რო წარმოვიდგენ ხოლმე, ომს ვერ ასრულებს რა. არადა ეს ორივე мотиваცია არის უმძაფრესი. რუსები არასოდეს არ ენდობიან დასავლეთს, ეს დამთავრებული ამბავია, რაც არ უნდა ელაპარაკოს ტრამპმა, რაც არ უნდა დროებითი ხელშეკრულებები. ევროპელებს განსაკუთრებით. ხო, დასავლეთის მიერ ნდობა იქ დამთავრებულია და დასავლეთმაც იცის, რომ ეგეთი შანსი ზელენსკისნაირი გმირი მაგათ მეურთ აღარ ეყოლება. ჭყალებში გმირი. ხო, და აი ესეთი საზარბაზე ხორცი როგორც არიან უკრაინელები, ეგეთიც მეურთ აღარ ეყოლება. ეხლა და მაგის ხელიდან გაშვება ძალიან ცინიკურია, სადაც მე ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ვისაც არ ჯერა რომ ეს ეგრეა და მე პოლიტოლოგიაში ცინიზმი არ არსებობს. ხო, ნუ არიან ცოტა პოლიტიკოსები, რომლებიც არსებობს კი არა. აი ეს ორი მოცემულობა ჩემში ამცირებს ხოლმე ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დასრულდება. რაოდენ დიდი მინიშნებებიც არ უნდა იყოს დღეს. თუმცა ეხა ეს ისეთი პოლიტიკაა, რომ შეიძლება ამ თემამ გადაიწიოს უკან ეხა ისევე როგორც ეხა პირველი მსოფლიო ომი რო დასრულდა, ალბათ არავის არ ეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომი მერე გავიდოდა და პირდაპირ ის გაგრძელებად შეითვლებოდა, ხო? ეს ცოტა ისტორია ესეთი მასშტაბები ისტორიის და ჩვენი ხედვა ხანდახან ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე და აი ამას ვიტყოდი ამ თემასთან დაკავშირებით. იცი რა არის? მე გეთანხმები, მაგრამ ესე იგი და ამ შიშსაც ნაწილობრივ ვიზიარებ, რომ არც ევროპელებს არ აწყობთ ამ ომის დასრულება, ანუ გულისხმობ შანსი აღარ ექნება. რა თქმა უნდა. და არც ზელენსკის სხვათა შორის. თუმცა შეგნით არის დამოკიდებულებები რუსეთთან და ასე შემდეგ. აი ეს რომელი გადაწონის ეგ ამბავია. მაგრამ ძალიან ძლიერი მძლავრი ფაქტორი, აი როგორც არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ომს დაამთავრებენ ამერიკელები და რუსები არის შემდეგი. ამერიკელების გარეშე ეს ომი დამთავრდება 3-4 თვეში. აი წარმოვიდგინეთ, უკიდურეს შემთხვევაში გარეშე ამერიკელებმა გამორთეს ამერიკამ ვაფშე რო აღარ მეიღო სტარლინკი გამორთო რა. აი იარაღის მიწოდება სტარლინკი გამორთო, ავაქსი აღარ დაფრინავს, დაზვერვის მონაცემებს კოსმოსურს აღარ აწოდვის და დაბრმავდა მთელი უკრაინული 2-3 თვე მაქსიმუმ. 2-3 თვე მაქსიმუმ. ხო და ზუსტად მანდარი თემა ამერიკელებს ახლა ყველანაირად ჩანს რომ უნდა დასრულება, მაგრამ ეს სინამდვილეში ეს ნამდვილი мотиваცია არის თუ არა კიდე გასარკვევია. აი ეს ვარიანტი ხელოვნურად ჩვენ გვინდოდა, მაგრამ სინამდვილეში რო არ დამთავრდა და გაგრძელება, ამაშიც არის რაღაცა პოზიტივები, რომელიც შეიძლება ყველამ დაინახოს ამერიკელებმა მათ შორის და ასე ზუსტად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ცოტა გვაკლია ჩვენ რაღაცები. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ბევრი კი არა 99% მე ამას მაინც არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ხო ამერიკაც იღებს თავისას ურთიერთობა მეტნაკლებად აღდგენილია და ასე შემდეგ. მე კაი ბიჭი ვარ და აი ცუდი პოლიციის და კაი პოლიციელის ამბავის ვარიანტის თამაშდება ამაში. ეხლა თავარია თვითონ ევროპაში ეს თემები როგორ გაიქო არის დამოკიდებულება ენერგეტიკული თემები რუსეთის მიმართ ეს ერთია. მეორე არის ეს ბოლო შანსი რო არის იმის ვისაც ახლა საფრთხე დაჰქმა აქ და არა და საფრთხე დააღიქვამს რუსეთს ბევრი. ამასაც ნამუშევარი აქვს სერიოზულად. შენ სწორად ამბობ რომ ახლა დღეს რამდენად აქვს რუსეთს მაგის შანსი ეგ ერთი თემაა, მაგრამ რუსეთი აღარასოდეს აღარ ილაპარაკებს რაღაცა იმ ხარისხის ნდობაზე დასავლეთის მიმართ, რომელიც შეიძლება მანდ იყოს და აქ უკვე დარჩენილი იქნება მხოლოდ პრაგმატული გადაწყვეტილებები. გააწონა სასწორი, ეს მაწყობს, ეს არ მაწყობს და მორჩა და აი ამ გაგებით ახლა შანსი ნამდვილად არის რომ ომი არ დამთავრდეს. ახლა ყოველ შემთხვევაში იმ ვადებში როგორზეც არის ლაპარაკი და ის რომ ახლა ამერიკა აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა აქედან რომ აი მან ვერ შეძლო, რა თქმა უნდა ესე არ იქნება, მაგრამ არის ვარიანტი რომლის კუთხიდან რო შეხედო, შეიძლება მათ ინტერესებშიც იყოს ასეთი გასვლა. მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ნუ არ გამომივიდა. და ნუ გძელდება რა ვქნა, მე ვეცადე ყველაფერი და არ გამომივიდა და ამ შემთხვევაში საკმაო ქულებს იღებს მაინც ის იქიდან, იმისათვის რომ ურთიერთობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა ამ დიდ თამაში ახლა ბოლო ვერავის ვერ მოუტყუებს შენ, რეალური შენი ჩანაფიქრი რა იყო და რეალურად რა გამოგივიდა, მაგრამ ხშირად ესეთია ეს მსოფლიო, რომ ერთი თემა რა დევს მაგიდაზე, აბატონო რაც შემიძლია დავდე, ახლა ქვემოთ რაც დარჩა, იმაზე მე ცალკე გავაგზელებთ, ის ცალკე სავაჭრო თემად შეიძლება დარჩეს იმ საკითხებში, რომელიც მაგიდაზე არ განიხილება და რთულია ეს ყველაფერი, თუმცა შევხედოთ ახლა 1-2 თვეში ნამდვილად გამოჩნდება ახლა ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება, როგორ ჩამოყალიბდება, აი გამოჩნდება ზუსტად ეს ჩანაფიქრი არის თუ არ არის.
პროცესების დაჩქარების გათვალისწინებით მე მგონი ორ კვირაშიც უკვე მნიშვნელოვნად რაღაცები გაირკვევა. კიდე ერთი სადაზვერვო ნიშანი არის ეგეთი ბუდანოვი, არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი. გურის главное управление разведки უკრაინის. ძალიან გავლენიანი ტიპია და რეიტინგებში სხვათა შორის მე-3-მე-4 ადგილს სტაბილურად იკავებს. ბუდანოვმა გუშინწი მისცა ინტერვიუ რუსულ ენაზე. პირველად თავის კარიერის განმავლობაში. და ამბობს შემდეგს და არა მხოლოდ ამ ინტერვიუში, აი ინტენსიურად ვადევნებ თვალყურს, უკვე ორჯერ სამჯერ დამოწდა, რომ ომი დამთავრდება 2025 წელს. ეს განცხადება და ბუდანოვი არის ასევე ფიგურა, რომლის მოშორებასაც ცდილობდა ზელენსკის და ერმაკის. რამდენიმე ცდელობა იყო და ვერ წააქციეს. ამიტომ აქედანაც ვაკეთებ დასკვნას, რომ ამ კაცს, რომელსაც აქვს ინფორმაციაც, რომელიც ცდილობს იმას, რომ ამერიკელებისთვის მისაღები გახდეს და ამავე დროს გარკვეულწილად რუსებისთვისაც აკეთებს მსგავს განცხადებებს და კიდევ ერთხელ იმდენად დრამატულად არის დამოკიდებული უკრაინის ბრძოლ უნარიანობა ამერიკულ სამხედრო ტექნიკაზე და ფინანსებზე და დაზვერვაზე, ტექნოლოგიებზე, რომ ამერიკელების გარეშე ეს მასკარადი სისხლიანი მორჩება უბრალოდ რა, ძალიან ცოტა ხანში. ბატონო რამას ვეთანხმებით ბუდანოვს გარდა იარაღისა ფული თანხები მიდიოდა და კიდევ ერთი ფაქტორი აბსოლუტურად ლოგიკურად მიდის მსჯელობა მივყვები ლოგიკას და მეჩვენება რომ გამოვტოვეთ კიდევ ერთი ფაქტორი ევროპის მოსახლეობა რომელიც და ცდილობს ტრამპი მაგას რომ რუსეთიდან მიიღოს გარანტია რომ ევროპისკენ არ წავა ხო არის ეგ ვერსია რომ ის თუ გაიმარჯვა მერე შეგვიტებს თუ ევროპის მოსახლეობას მისცემ გარანტიას რომ და ევროპის მოსახლეობა ამ ომს მხარს უჭერს მარტო იმიტომ რომ რუსეთის შეშინია თორე უკრაინა უკვე აღარ არის თუ მოსახლეობამ გაიგო რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან მოსახლეობა არ გაუშვებს თავის მთავრობებს უკრაინის დასახმარებლად. ვინ უზრუნველყოფს ამ უსაფრთხოებას ევროპელებისთვის? ტრამპი? რანაირად დაიჯერებენ მაგას უსტად მაგაშია. ხო, მან უკვე როგორ გაკეთდება ძალიან შექმნილია ეს მითი, რომ რუსები აუცილებლად წამოვლენ. კი, მაგრამ მაგარი ნამუშევარია ეგ ვერსია. ტრამპი და რუსეთი თვითონ, რაც მთავარია. რუსეთმა უნდა აუბას მხარი. და არ არის გამორიცხული რომ რაღაც ყვითელმა რასამად. მაგრამ პრინციპში თუ კი მოსახლეობის მხარდაჭერა გამოეცალა ამ პროცესს, მაგიტო იყო რომ ფობიას იმისაც რომ რუსეთი შეუტევს ევროპას, შეუტევს თუ არა ეს უკვე სხვა ტიპის მსჯელობაა, მაგრამ ხო ფაქტია რომ ამ პროპაგანდამ იმისა რომ რუსეთი სახიფათოა ევროპისთვის და ზელენსკიმაც ევროპას მიცავ, ევროპის გადარჩენა მინდა და ამიტომ ვიბრძვი. აი ეს შექმნეს რა მოდელი. ამ მოდელს ეგრევე გამოეცლება ძირი, თუკი მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ეს ომი არ გადავა ევროპისაკენ. და ეს არ არის წარმოუდგენელი ვერსია. ისე რომ ამერიკა თუ გაჩერდა ხო ჩავარდნილია და ამ ფონზე შეიძლება თვითონ ევროპული დახმარებაც ჩავარდეს ძალიან იოლად და საგრძნობლად. კი ბატონო, მაგრამ აი გაიხსენეთ ის განცხადება ახლა ეს ევროპული რომ თვალწრემლიანი პოლიტიკოსი რომ ჩვენი და ევროპული ამერიკული ღირებულებები ეს რანახა შემოთვალებმა ერთნაირი უკვე აღარ არის. ანუ ევროპა ესეთი დისტანცირება ამერიკის ევროპისაგან ევროპელებს არ უნახავთ რას დავიახსოთ.
ანუ ეს უნდობლობის ხარისხი, რომ ესენი ჩვენი დამცველები აღარ არიან, არის ძალიან დიდი. მე აქედან გამომდინარე ვინარჩუნებ ამ ვერსიას, რომ ტრამპი ერთის მხრივ, ეხლა ბრიუსელში რო ჩავიდა თავდაცვის წარმომადგენელი, მან პირდაპირ თქვა, რომ თქვენ რომ ციფიქროთ, იქ თქვენი კონტინგენტი შეტავა წინასწარ იწოდეთ, რომ ჩვენ მაგაში არ მონაწილეობთ, ხო? ნატო-თი არ შევა, ამერიკა არ შევა. ხო, ეგ ჩვენ არ მონაწილეობთ, ანუ ყველაფრამდე მიანიშნებს ამერიკა, რომ ეს თემა თქვენი გადასაწყვეტია. მე ხა კი მოვაგვარებ ამ პრობლემას, თუ მოგვარდა ესე. მაგრამ მე ეს თქვენი საქმე, აი ეს უკვე იმ ვერსიას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ძლიერად დათესილს, რომ ესენი ახლა აქ არ გაჩერდებიან და რა თქმა უნდა მე თქვენსკენ წარმოვიდგინე, საფუძველი აქვს ძალიან დიდი. ამას ერთადერთი აბალანსებს ენერგეტიკული კრიზისი და ეკონომიკური რაღაცა პრობლემები და აქ გადის, თორე ეგ რო არ იყოს ეკონომიკური პრობლემების პრაგმატულად დანახვა, რომ მე მგონი ჩვენ უფრო ჩავიძირეთ ამ სანქციებით ვიდრე ეგენი, ეგ თემა რო არ იყოს, მაშინ კიდევ ორმაგად იქნებოდა ეს, მაგრამ ეს ძალიან შენარჩუნებულია და ეს თუ შენარჩუნებულია, მაშინ ეხლა რაღაცა გაგრძელებას კი არა იქნებ თან მე ძალიან ესეთნაირად მუშაობს ეს ვერსიაც, აი რუსებს ეხლა 1 წელი აქვს დარჩენილი. ეკონომიკის სტაბილურობის, წელიწად ნახევარი. აქ ეხლა ლაპარაკი არ არის მის დამარცხებაზე, ანუ ის ვერსიაც ძალიან მუშაობს ევროპაში, რომ ამათი ეკონომიკა ეგრეც არ არის როგორც საქმეა და აი ეხლა კიდევ უნდა 1 წელი ნახევარი წელიწადი, 1 წელიწადიც და მორჩა უკვე მე შიგნიდან დაიწყება რაღაც. ეგ ვერსიაც ძალიან ძლავრია. ანუ ამერიკისადმი უნდობლობის ფაქტორმა გერმანია აჭრაჭუნდა. კი, ხო და ანუ ამერიკის მიერ შექმნილი მოსაზრება, რომ ჩვენ თქვენს გვერდით სამხედრო ძალად აღარ ვიქნებით. უკვე შექმნილი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი აქ არ გაჩერდებიან. უკვე შექმნილი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამათი ეკონომიკა მალე შეიძლება ჩამოიცვალოს, შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ მოდი ეს ომი 6 თვითას რომ გაგრძელდეს. იმაზე მეტად ვიდრე ტრამპს უნდა, შეიძლება ჩვენთვის გაცილებით მეტი მომგებიანი იყოს, ვიდრე მთელი ეს ფილოსოფია და აქედან გამომდინარე, ამას იმასაც უნდა დავუმატებთ, რომ რუსებიც ეხლა რას თქვეს ფაქტურად ამერიკა ყველაფერს დაეთანხმა. ნატოში კი ბატონო უკრაინა არა, ეს რეგიონები კი ბატონო არა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში რუსეთს შეიძლება 1-2 რეგიონის პრეტენზია კიდე გაუჩნდეს და ეს ესეთი იმით მოდის, რომ აი სანამ ეს ოდესაც არის გამორიცხული თეორია. ახლა ჩვენ წარმოიდგინო, რომ იმ მოლაპარაკებების მომენტში კიდე დამატებული რამოდენიმე რეგიონი იყოს, რუსები არც იმას აღარ მიიღებენ. ამას შეიძლება თავისთავად შეიყვანოს ჩიხში პრობლემა და ნებისმიერი ჩიხში შესული მოლაპარაკებას ევროპელები მხოლოდ ნავთს დაასხავენ. ის თუ ის მოსაზრება იქნება, რის გამოც ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აქვთ იმედი, რომ რამოდენიმე თვით კიდევ გაგრძელება ომის შესაძლებელია იმ შედეგით დასრულდეთ, რაც გრძელვადიან პერიოდში მათთვის ხელსაყრელია. იმიტომ რომ ახლა თუ ჩვენ ვიზახით, რომ რეალიზმი შემოდის და რეალიზმი შემოსულია უკვე. თუ რეალიზმი შემოსულია, ახლა უკვე არა სოციალიზმი. ხო, მაშინ რეალიზმის თავარი თემა ხო ისაა, რომ შენ უნდა გათვალო არა დღევანდელი მომენტით, არამედ 20 წლის და 30 წლის შემდეგ რა იქნება და ამ მომენტში უკვე ევროპა ახლა ესეც არ არის, ძალიან ისი არის დღეს, მაგრამ ის კოლექტიური ცნობიერი ახლა ბატონ რამაზზე უკეთად ვინ იცის? ევროპას როა კოლექტიური ცნობიერი და მისი დიდება და ვინ იყო წინა საუკუნის დასაწყისში, ვინმე საერთოდ ევროპის გარდა, ხო? საქმეს მაგაში რომ კოლექტიური ცნობიერი აქვს. ინდივიდუალური ცნობიერი აღარ. ესე ახლა გენეტიკურად ევროპა არ შეიძლება, ეხლა ყველა ეკონომისტი ამბობდა, რომ 2050 წლისათვის ვისაც დაეჯერებოდა აი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს უანგარიშებენ ევროპას და 50%-ს აზიას ოკეანის და ამიტომაც ჩვენი გადაწყვეტილებები სწორი იყო, რა თქმა უნდა და იქით იმით არის მიმართული, მაგრამ ეხლა ეს ევროპული ამხელა ცივილიზაციური შიდა გენეტიკური თვითგადარჩენის ინსტინქტი ნუ თუ არ იმუშავებს რაღაცა, მე ძალიან გული დამწდება, რომ არ დავინახო დაუშვათ იქ რაღაცა ისეთი პროცესები, რომელიც ამ ვირუსს დაამარცხებს რა, ვირუსი იყო, ეს სერიოზული ვირუსი იყო და მოდებული, რომელსაც ფაქტიურად დაანგრია იმუნიტეტი თავიდან ბოლომდე ევროპის და ნახოთ როგორ იქნება. ბატონო რომან კიდე ერთი მომენტი ალბათ თემების მეტი რა არის. ტრამპი არაპირებს მე მგონი ევროპის დანგრებას, აპირებს ევროპის გადატრანსფორმირებას. კი ბატონო, კი ბატონო. ევროკავშირის მაგივრად ინდივიდუალურ ანუ რაც თქვენ გამოკვეთეთ მაშინ სუვერენული ქვეყნების ერთობლიობის შექმნისკენ მიდის და მხარს უჭერს იქ სუვერენიტეტისთვის მებრძოლებს. ისე რომ შეიძლება ევროპული დღეს სხვა რამეს
გულისხმობს სიტყვა ევროპული და ტრამპს ეგ თუ გამოუვიდა შეიძლება მერე უკვე სხვა მნიშვნელობა ჩაიდოს მაგაში. კი ბატონო, ძალიან რთულია ეს პასიანსი. ერთ-ერთი ინფორმაციის სხვათა შორის ამას ავრცელებდა რამდენიმე რუსული ეს ჩენელი, ანუ არხი, გულისხმობ ტელეგრამებს და სხვა ალტერნატიული, არატრადიციული მედია. მას შემდეგ, რაც ერიადში დასრულდა შეხვედრა, პუტინი გაემგზავრა ვალდაიში. აიღო 2 დღე და ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა იმას, რომ მან აიღო ტაიმ-აუტი ამის გასააზრებლად. თუ რა პოზიცია, ანუ ცხადი აქ არის ჩინური ინტერესი. იქ შედგა მოლაპარაკება სატელეფონო ჩინეთთანაც, ჩინეთის ეჭვიანო, ხოთაშორის ჩინეთმა დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ ჩვენ მივესალმებით ამ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ანუ სხვა საკითხებში, რა თქმა უნდა, აი ამ საკითხში გეთანხმებით. ამდენად რუსებს მართლაც მოუწევთ, რუსებიც შოკირებულები არიან აი ამ რაღაც არანორმალური დინამიკით და ტემპორიტმით, რომელსაც კარნახობს ტრამპის აი ეს გუნდი და არა მხოლოდ რუსები, მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით დემოკრატიული პარტია. თქვენ თუ შეამჩნევთ ეს ტექნოლოგიური ასპექტია. დემოკრატები ვერა და ვერ ახდენენ კონცენტრირებას, ფოკუსირებას რაღაც ერთ თემაზე, რომ კონტრპროპაგანდა ააგონ. ვინაიდან დღეში ტრამპი მასკი ქმნიან 5-6 საბაბს და ვეღარ ასწრებენ და დღემდე არ იციან როგორ უპასუხონ ამ გიჟურ აქტივობას. მოკლედ, გარდა ამისა, რუსების სხვადასხვა think tank-ი და რუსებს ბევრი think tank-ი აქვს. ბევრი პროექტი მუშაობს. იზბორის კლუბი, გულიცა პრავდი და ასე შემდეგ, ძერჟავნიკები, ნაციონალისტები, სისტემური ლიბერალები და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი გამოთქვამს გარკვეულ საფრთხეს რასთან დაკავშირებით. რომ შეიძლება ტრამპმა მას შემდეგ რაც მორჩება კონფლიქტს უკრაინაში დაარეგულირებს ამ კონფლიქტს, შეეცადოს ევროპელების წაქეზება და მოახდინოს კონფლიქტის ინსპირირება რუსეთსა და ევროპელებს შორის, უკვე უშუალოდ. ამიტომაც რაც რომანმა თქვა, ჩვენ ჯარს არ გაუშვებთ, მაგრამ ჩვენ მივესალმებით ინგლისელების მაკრონის ინიციატივას. კი ბატონო, თქვენ ამ ევროპულის შეგიძლიათ იქ არა ნატოს ეგიდით, არამედ თქვენ როგორც რაც ქვეყნები შეგიძლიათ განათავსოთ უკრაინელებთან შეთანხმებით და ასე შემდეგ. თუ კი აი ეს მოახდინა, ანუ რუსებს მიაჩნია, რომ აი ეს არის საფრთხე. კიდევ ერთი ომი, რაც ძალიან მძიმე გადასატანი იქნება, როგორც რუსებისთვის, ასევე ევროპელებისთვის. ამდენად აი ამასაც ვარაუდობენ და ის რაც ახსენა რომანმა, აი ეს გერმანელი გამოვიდა და იტირა, ცრემლი წამოვიდა. აი, ნუ მიგვატოვებთ დარჩი ჩვენთან სათაურით, ხო? ანუ აი ეს ყველაზე მეტად მეტყველებს, რომ ესეთი ევროპა არავის არ სჭირდება. რომ არ დაგტოვო, შენი საოკუპაციო ჯარი იდგეს აქ და დაგვიცავი. აი ეს მეტყველებს იმაზე, თუ რატომ არ აღიქმება ევროპა როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტი. ბატონებო, აი ახლა მოდით კიდე 2 გაჯეტი, ახლა საქართველოს შევეხოთ ასევე. რა თქმა უნდა. ეს ჩვენს აი ეს 2 გაჯეტი გამოვაქვეყნეთ, აი ეს ბატონი. ეს არის ჩვენს სააგენტოზე და სივრცეზე გამოქვეყნებული აი ეს ბატონი, ეს არის არ შემეშიდება სიტყვის დარაჩეულებრივი იდიოტი. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის ვინმე რაღაცა ტერჰელანდი პოსტს აქვეყნებს X პლატფორმაზე და რას ამბობს აი ეს არაჩვეულებრივი დეგენერატი რას ამბობს და ამბობს შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს, საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ისინი დაიწყებენ. ანუ მე მესმის რომ ევროპელები ახლა მე ვფიქრობ რომ მაკრონთან და სტარმეთან შეხვედრის შემდეგ ევროპა
გაითვალისწინებს, იძულებული იქნება გაითვალისწინოს ამერიკელის პოზიციას მთელ რიგ საკითხებში. ამერიკას ვერ აშინებენ. მაკრონს აღარ ხიბლავს ის იდეა, რომ თავისი რაღაცა ლეგიონი გაუშვას იქ გრენლანდიაში, გრენლანდიის და დანიის დასაცავად. მაგალითად, სასაცილო ინიციატივებიც ჰქონდა მას. მაკრონი ლამის ევროპული შეიარაღებული ძალებზედაც გაჩერდა ადრე რომ მოკლედ აი ეს ერთის და ხო და ევროპელების ახლა პოზიცია ესეთია რომ საქართველოს არის რაღაც დაბალი ღობე და მოდით ახლა აი აქ ანუ ევროპაში კი არა საქართველოში ვეომოთ რუსებს და ტრამპს ეს ხო გენიალურია შემდეგი ასევე შემდეგი პოსტი ეს უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ხოლო ამჟამად მაკეინის ოფისის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი ტორონტონი კი ბატონო ეხლა იმის გათვალისწინებთ რომ ექს-პრეზიდენტის არის დასაქმებული მაკეინის ინსტიტუტში როგორც ჩანს მაკეინის ინსტიტუტი აი პოლიტიკური ბომჟების თავშესაფრად გადაიქცა და აი ეს ქალბატონი ტორონტონი ამბობს შემდეგს ნაგვის არ გატანა ბანკის მოლარეების გაფიცვა სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას ქართულ ოცნებაზე. აი ამ ორი პერსონაჟის აი ეს განცხადებები ჩემი აზრით არა მხოლოდ ამ კონკრეტული ტიპების და ამ იდეოლოგიური ბანაკის პოზიციაზე მეტყველებს, ეს მეტყველებს ჩვენს ოპოზიციაზეც. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არა ყველა, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ოპოზიციის, რა თქმა უნდა, ესალმება ამ ტიპის განცხადებებს და შეუდგება ამის იმპლემენტაციას. ეგენიც იკვებებიან ამათ. რა თქმა უნდა, ეს არის ნარჩენები აი USAID-ის გრანტებისა და სხვა ტიპის და ამ თვალსაზრისით, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მოხდება გარკვეული ცვლილებები, კერძოდ ხომ არ გადავა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. მაგალითად, ორმხრივი უნგრეთთან, სლოვაკეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან და ასე შემდეგ, ეს ერთი და მეორე საკითხი. ფორმატი 3+3. რამდენად შეიძლება გააქტიურდეს ეს ფორმატი? ეს არის სამეზობლო ფორმატი, სვენელისთვის ვამბობ, რომ ამ ფორმატში შედიან რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ანუ ყველა ჩვენი მეზობელი. ვინ დაიწყებს? ერთდროულად შეგვიძლია დაიწყოთ. ეხლა ეგ ისეთი თემა, ახლა ამ თუთას ვფიქრობდი, ვიფიქრებ, აკავს თქო რომ ერთხელ სიამოვნებით ბატონ რამასთან ერთად მოვიდოდი და მოდი ვიმსჯელოთ რა როგორია რაღაცა მენტალური სტატუსი ქართული საზოგადოების დღეს. აი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეგ ვაკარასაც შენ ამბობ, იმიტომ რომ ფსიქიატრი გჭირდება აუცილებლად და და იმიტომ თქვი ბატონ რამასთან თუ ეხლა მე ხშირად ფსიქოლოგია, ის ძიმე დაავადება რაზეც უნდა ვიყო. შემთხვევაში ბატონ რამაზი მან კომპეტენტური იქნება. კი ბატონ, რა თქმა უნდა. რაშია ეს საქმე? ეხლა მე ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ გამოსავალი აუცილებლად არის, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალაც უნდა შეიქმნას და ეხლა ნახევრად სერიოზულად, მაგრამ ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე მგონი შემდეგი ძალა უნდა იყოს ფსიქოლოგებისაგან, ფსიქიატრებისაგან შემდგარი. სხვა არ არის საჭირო ამ ეტაპზე, მე მგონი. აი ეხლა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც იქნება ამ სპეციალობის ხალხით დაკომპლექტებული. იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა ეხლა რაც ჩვენ გვჭირს ეხლა შე როცა საუბრობ 3+3 ფორმატი კი არა. თვითონ კომპიუტერული ტომოგრაფია არის გადასაღები სერიოზულად ამ მენტალობის ქართულის დღეს რა და შრეებით არის ანახავი ძალიან რთული მდგომარეობაა. იმიტომ შე რო ვიძახი რომ ისინი საერთოდ სიტყვა ჩვენ ხო ვიძახით პრაგმატულად მიუდგეთ. ისინი პრაგმატულად თვლიან ამას, რაც ნორა ტონტონმა ილაპარაკა ახლა მათთვის პრაგმატიზმი ეს არის. ჩვენთვის სხვა არის. ეხლა ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ეგ ამას რა უყოთ შიგნით რაც ჩვენ გვჭირს. მართალი გითხრა, ყველაზე მეტი დაძაბულობა შინაგანად ჩემში მოაქვს მაგის განცდას. ხანდახან მგონია რომ ასე ვერაფასებს ვერავინ. ეხლა მე რა მაგ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შემოვიდე, მაგრამ ჩვენი საგარეო ურთიერთობების მოსაუბრე ადამიანები ხელისუფლებას გულისხმობ ერთთვის უკან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიისწრაფოდნენ ისევ განცხადებების დონეზე მაგალითად. ეხლა ეს კი ბატონო, რა ვიცი, რა კი ბატონო, არ ვიცი მიისწრაფოდნენ. ხო და შემდეგ მოვლენები ისეთია, რაზეც ახლა ჩვენ არ გვჯელობთ.
ეხლა რაც განცხადებებს შენ კითხულობ, ხალხი ყავს, რომელიც ამას აღიქვამს როგორც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის გულები და ხო, თავისუფლების და სუვერენიტეტის გამოვლინებად. ანუ აი ამ რაღაცნაირად ქაოსში ჩვენ რა ზელენსკიზე ვსაუბრობთ და რაღაც იმ ტენდენციაზე რომ მხოლოდ ის ერები გადარჩებიან, რომლებიც საკუთარ თავს წარმოადგენენ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ იცი რომ ტრამპს შურს ზელენსკის რომ ის იმდენად წარმატებული მსახიობია რომ აი ტრამპი ამიტომაც ჩაგრავს. მე შენ ეხა ციტირებას, პრაქტიკულ ციტირებას ვახდენ პოსტების, რომელსაც წააწყდები ჩვენ სოციალურ ქსელში. აი რა უნდა ელაპარაკო? ანუ აქ ფსიქიატრი არ შველის რომან. იმიტომ რომ მე არ ვიცი აი ბატონი რამაზი ხო პროფესიონალი ფსიქოლოგია. თერაპიის დროსაც გარკვეული კოგნიტური რესურსი ხო გჭირდება რომ ეს თერაპია მიიღო. რეგვენი ხო არ შეიძლება, ეხლა რეგვენი არ ექვემდებარება თერაპიას. აი ხა წარმოიდგინო რომ ტრამპ შურს ზელენსკის იმის გამო რომ ზელენსკი უფრო წარმატებულია. ნუ რა უნდა ელაპარაკო იმთხარია. ეხა გამახსენდა ტროა ხო გახსოვს ფილმი, ტროა ხო გახსოვს ფილმი. კი. ხო და იქ არის ერთ-ერთი ფრაზა და მომახსოვდა სხვადასხვა რომ ღმერთებს შურსო ჩვენიო. იმიტომ რომ ჩვენ მოკტავები ვართ და ჩვენი ცხოვრება სასრულია. ამ თვალსაზრისით აპრავებ ბაჟირა. ანუ ტრამპში ღმერთი დაინახა და კი ბატონო გამოწვევი. იყო ეგეთი ფრაზა, მაგრამ რაღაც ჩავჭა. ხო და ამიტომ ეხლა მაგ თემაში შიგნით ეხლა ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ მე როგორ ვგრძნობ და ვერ შემოყვები ბოლომდე და ძალიან ფართო თემა რა გვეშველება ჩვენ. იმიტომ რა ფორმაც არ უნდა ავირჩიოთ. წინააღმდეგობის ხარისხი ეხლა გაცილებით დიდია დაპირისპირება საზოგადოებებს შორის ჩემი აზრით, ვიდრე ეს გარეთ ჩანს. ეხლა ეს არც რუსთაველამდე მე არ დამყავს ეს რუსთაველზე ვინც ხალხი გამოდის, ეხლა ის არ არის რაოდენობა, ვინც არის. ეხლა ერთი მხარე ძიძახის რომ ჩვენ აქეთ ვთქვათ ხელისუფლება და დანარჩენი საზოგადოება არ არის ესასე ნამდვილად და არც იმის იგნორირება არ შეიძლება რომ ეხლა მარტო ხო და ეხლა აი ამ გახლეჩილობის საზოგადოება ვერავითარ შემთხვევაში გრძელვადიან პერიოდში ამხელა გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება ეხლა რა მაშინ შენ შიგნით რაღაცა რა უნდა აირჩიო მე უკვე აღარ გავიგე ეხლა აქ ეხლა პირდაპირ ერთხელ თქვი კიდევაც იძულება მიდის ავტორიტარიზმისაკენ სხვანაირად ეხლა თუ არჩევანი დადგა ომსა და ავტორიტარიზმს შორის ხალხი იძულებული იქნება აირჩიოს ავტორიტარიზმი და ეს უნდა გამორიცხოს მხოლოდ იმან თუ მოხდება რაღაც ახალი მოცემულობის შექმნა. ეხლა ეს ახალი მოცემულობა მართლა ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თქვენ იქნება. ქაოსი იმისთან არამეა დიქტატურისკენ წაგიყვანსო. კი ბატონო და აქ ზუსტად ეგ თემა არის ახლა. ოღონდ ეს იქნება მაგას მე ვეძახი ავტორიტარიზმი იძულებით და არა მოწოდებით. და პოზიტიური ავტორიტარიზმი. რომელსაც მე რაღაცა შანსი მაინც აქვს უკან მობრუნების და ეხლა ამ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა ისევ ჩვენი ბრალი იქნება ყველას ერთად. და ეხლა იქ ვიღაც იმაში ვრცელდებოდა რაღაცა ლაივში Facebook-ში მაჩვენა ვიღაცა ანუ ისეთი პოზიციები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთის საფრთხეს რაღაც სისულელია და რუსეთი უკვე აღარ არსებობს და ნუ საერთოდ ჩვენ რასაც ვაზრობთ ზელენსკის კითხოს არის თუ არა სისულელი რუსული საფრთხე ხო და აი ესეთი თემებიდან გამომდინარე ხო ესეთი თემები როდესაც არის და ადამიანები როცა ესე აზროვნებენ შენ უკვე ფაქტიურად ესენი გიბიძგებენ ავტორიტარიზმისაგენ იმიტომ რომ იმდენად საფრთხეს წარმოადგენენ ფაქტიურად ხო რომ როცა შენ არჩევანი გიდგება მე ამასა და დაუშვათ იმას რა შენი გაგებით პრაგმატული ხედვა ეს გიბიძგებს ამისგან თუმცა ისიც ასევე ხედავს შენ ეს გაცილებით დიდი პრობლემაა ვაკა ჩვენ შორის არსებული განხეთქილება რომ ამაზე რაღაც ერთხელ აი მოვიდეთ და მოდი კარგად მარტო ამაზე ვილაპარაკოთ და როგორი არის სტრუქტურა ჩვენი საზოგადოების და რა შეიძლება ამას უმკურნალოთ იმიტომ რომ ისე არც 3 შეიძლება ერთი რეპლიკით თორე გეთანხმებით რომ უზარმაზარი თემა თქვენ საუბრის დროს გამიჩნდა რაც ხوار გამოსავალი იმაში რომ სოციალური ქსელები ქუჩა იქნება სოციალური ქსელი ყველგან ძალიან ენერგიული არის რომელიღაცა ერთი მხარე ხო რასაც დღეს აქციების მონაწილეებს ვეძახით მეორე მხარე არის პასიური ეს მეორე მხარე რო გააქტიურდეს უკვე დაბალანსდება შიგნით კლიმატი. ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება მე ზუსტად მაგის თქვენ და ჩვენ მივდივარ ვაღიარებთ ხოლმე პრობლემას და მე ვჩერდებით. ეხლა იქნებ ადვილი არ არის ეს პასუხი თითქმის არ არის რა უნდა ვქნათ იცი ხა ერთია რომელ მხარეს ხარ
ეს გავიგეთ რა კითხარეს ვარ. პრობლემა სხვა არის, ერთმანეთს რას უპირებთ, ეგ არის პრობლემა რა. რას უპირებთ ერთმანეთს, თორე რომ ვინ არის მართალი კი არა, მე გავიგე, ჩემი აზრით რომ მართალი ვარ, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცნაირად ჩემში ვიპოვე იმის ძალა, რომ ასე უსაშველოდ დარწმუნებული ძარ ვარ და რაღაცა მაინც ვათვალიერებ იქეთ რა ხდება, რამე არ გამომეპაროს. იმიტომ რომ პირველი რასაც ვივხვდი, რომ ეხლა ჩემი ცოდნა, სოფხედველობა და გინდათ პოზიცია არ ეყრდნობა აბსოლუტურ ინფორმაციას. ყოველთვის შეიძლება ჩემში შემოვიდეს რაღაც ახალი ნაკადი ინფორმაციის, ჩემი უნარებით შეიცვალოს, ისე რომ მე ჩემი პოზიცია შეიძლება შევიცვალო. ამიტომ ამის შეგრძნება მე მგონია რომ ერთ-ერთი წინაპირობაა იმის რომ ჩვენ ერთმანეთი არ შევჭამოთ ცოცხლად და რაღაცნაირად ამისათვის რა არის საჭირო იქნება ამაზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ განსაკუთრებით ჩვენ ვინც დაუშვათ რაღაცნაირად ყემალი არის საჭირო ხო, ნუ არ ვიცი, მაგრამ ეგ ეხლა იცი რა მარტო იმის აღნიშნა რომ იცი რა გავიგე რომ გახლეჩილები ვარ და მე საგარეოზე არ გინდა რომ ვილაპარაკო მოკლედ. ეს რომ გადარდებს ეს პრობლემა მე მესმის. არა, საგარეოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს თქო, მაგის თქმამი და სანამ ამაზე არ შევთანხმდებით. იმიტომ ეგ ისეთი მომენტია საგარეოში რომ სწორად მოვიქცეთ, აქ ცოტა სხვა ტიპის შეკრულებაა საჭირო რა. მე ვიზიარებ აბსოლუტურად, ეხლა ყველა ნორმალური, ადეკვატური ადამიანი ამაზე ფიქრობს. შიგნით როგორ უნდა დავლაგდეთ, როცა ასეთ ვითარებაშია და რაღაცა ვერსია უნდა ჩამოვაყალიბოთ. თუნდაც ეხლა ბატონო რაღაცა ერთი რაღაც თქვა, არავინ არაფერს არ ამბობს. ეხლა მეც რამოდენიმე რაღაც მაქვს თავში. მოსაზრება, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა ვერ ვახერხებ ამ ეთერებში, იმიტომ რომ ამას უნდა 1, 2, 3 ეთერი მარტო ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. რა გვეშველება ერთმანეთთან ურთიერთობაში, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, თორე ესე არ შეიძლება. თან ეხლა ახალგაზრდების დიდი ნაწილი საერთოდ გარიყულია. მაგათ იგნორება, არაფერს არ შეიძლება, მაგათი ეცხოვრება მომავალი, კაცო ჩვენ გადავვრიეთ თვითონ 10 წლის განმავლობაში უმტკიცებდით, რომ ამის გარდა არაფერი არ არსებობს. ამ ხალხს რას უშვებით? ვისი პასუხისმგებლობაა ეგ? პასუხისმგებლობა ხა რაღაცა გამოძიებები და თემები არის გავიგე, მაგრამ ისტორიის ყველაზე დიდი გამოძიება იქნება იმასთან დაკავშირებით, ვინც ახალგაზრდების მენტალიტეტი შეცვალა ისე, რომ შეიძლება შეუბრუნებელი შედეგები მოგიტანოს ეს მენტალიტეტი, მოდით ეხლა ვთქვათ, ის რაც ვიცით რა და გულწრფელები ვიყოთ, ეს მენტალიტეტი ღალიბდებოდა 30 წლის განმავლობაში. აი ეს შავ-თეთრი დიქოტომია რა. აი ეს პრიმიტიული ხედვა, ეს ეგრეთ წოდებული ევროატლანტიკური ღირებულებები. აი დედის რძეს 30 წელი უკანასკნელი 30 წელი. ფეოდალური სახელმწიფო იყავი. ეს ერთი, მეორედ, მოდით, ნუ დრამატიზაციას ნუ მოვახდენთ. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ეს არ არის არც ნახევარი. და არც მაგას მნიშვნელობა არ არის. არა, კი ბატონო, გინდა 20% იყო და თუ გინდა 20%. სხვა რამეს ვამბობ, ნახე, ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ეს კონფლიქტი მართლა არის ეგზისტენციური ხასიათის. ეხლა ის დღეს რომ დაბნეულები არიან, ეს ლიბერალური ბანაკი, ეს როაც არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც წავიდა რა. უკვე დაიწყებს კვლევის გამოქვეყნება, სადაც ტრამპის რეიტინგის ვარდნა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაპირისპირება სოციალური და სოციოკულტურული დაპირისპირება უკიდურესი არის გერმანიაში და აი კვირას ნახავთ. აი გერმანიის რუკას რო გადავხედოთ ყოფილი GDR არის ალტერნატივა გერმანიისთვის და ესა დასავლეთის ნაწილი არიან იქ მწვანეებიც, ესე იგი ეს სოციალ-დემოკრატი კი ზუსტად არის დაყოფილი რა გეოგრაფიულად. ესპანეთში უკიდურესი დაძაბულობაა. სამეფო ოჯახის მიმართ არნახული აგრესია ეგეთი არ ყოფილა და სანჩესის პრემიერის მიმართ. ასევე. ანუ ეს турბულენტობა როდესაც აი რომანმაც ხო თქვა რომ ეს ომი მართლა არის ეხა ხო ვთქვით რომ ცინიზმი არ ითვლება ჩვენ აღწევთ ბევრი განიხილავს როგორც კატარზის იმიტომ რომ აქ ხდება გარკვეული სტერეოტიპების და ხალხი ღირებულებების მსხრევა იმიტომ რომ დაინახეს რომ ამოფრქვევა და მე აი ტრამპი ითხოვს რომ ამდენი დაგახარჯეთ და ნახევარი ტრილიონი დამიბრუნე ახლა და ეს როგორ და შორცი გამოვიდა ეს როგორ შეიძლება ჩვენც ხო ვეხმა ჩვენც მოვითხოვოთ და დაინახეს რომ აქ მერკანტილიზმია ეკონომიკური მერკანტილიზმი მიმართულება არსებობს აი რომანი ეკონომისტია და ხო პროტექციონიზმი რომელიც ლიბერალურ ამ ეკონომიკას საერთოდ ეწინააღმდეგება ყველა შეთქმულების თეორია გაცოცხლდა აი დანიშნეს ახლა ეს პეტელი და ნახავთ ახლა რა კენედის მკვლელობა ჰუმანოიდების ანგარ 18 იქ კოვიდის გენეზისი მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა ყველაფერი ეს ამოვა ეს ნაგავი რა და ამდენად ეს თაობა, რომელმაც აი ეს არაფერი არ იცის და რომელიც უსმენდა ერთ პროპაგანდას მოქმედებდა ოცნების პერიოდშიც.
თქვენ ამბობთ ეხლა აი რომანმაც თქვა რომ ავტორიტარიზმის დამყარება. ამ ქვეყანას აქვს რესურსი ავტორიტარიზმის გარეშე. იმიტომ რომ მე მახსოვს ბატონი რამაზ საყოველიძე როდესაც იყო დეპუტატი 1995 წელს ერთადერთმა და მე მგონი მხოლოდ ერთმა კაცმა ხმა ამოიღო იმ ჟამინდელი მაშინ მიმდინარეობდა პროცედურა პრესის კანონის შესახებ მიღება და ერთადერთი რამაზე ამბობდა რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. იმიტომ ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ის რომ შენ მედიას აძლევ ყველაფრის უფლებას, მათ შორის აძლევ ესე იგი უფლებას იმისა რომ მოახდინო შენი დიფამაცია, ცილის წამება და პასუხს არ აგებს არაფერზე და ამიტომაც მივიღეთ უკაცრავ და იდიოტები მედიაში. აბსოლუტური კრეტინები, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი, რომელიც ინფორმაციას ვერ კითხულობენ, ვერ იაზრებენ, რომელსაც ჟურნალისტიკა გონიათ პროპაგანდა, როდესაც ამბობთ ავტორიტარიზმი, აი წარმოიდგინეთ ნებისმიერი ქვეყანა და გამოდის სატელევიზიო არხი ოფიციალური ლიცენზირებული და ამბობს რომ შოლცი არის იტალიელების აგენტი, რომ ის არ არის ლეგიტიმური, არა კანონიერი და ამას რომელიმე მოითმენდა? ევროპაში რომელიმე ევროპის ქვეყანაში მსგავსი ხდება? იმიტომ რომ აი ეს თუ თვითრეგულაცია არ მუშაობს, მაშინ უნდა დააწესო რეგულაცია და მაშინ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს ყველა. და მათ შორის მედიაც. და მედიაზე არც ეხლა განსაკუთრებული კასტა და არანაირი ინდულგენცია და პრივილეგია არ უნდა ვრცელდებოდეს. ბოლო კითხვა ჩვენი რადიო სადგური არის დამოუკიდებელი და ამიტომაც ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება ვილაპარაკოს თემებზე რაც ალაპარაკობს არავინ. არც ოპოზიცია გასაგები მიზეზების გამო და არც ასევე პროსახელისუფლებო არხები ასევე გასაგები მიზეზების გამო. კერძოდ რა მინდა კითხოთ ბატონებო. აი ნახეთ. ამ თემას ასაც ახლა კითხავთ კულუარებში და სამზარეულოში თუ განიხილავ. რასაც ჩვენ გვესმის და რასაც ვხედავთ ტრამპის მხრიდან და მასკის და მისი ამ გუნდის. ეს ხო ქმნის დეჟავიუს განცდას. რომ ეს ყველაფერი მოსმენილი გვაქვს და გაგონილი გვაქვს. და ნუ ხვდები ვისგან? ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ყველაზე ინტენსიურად 4-5 წლის განმავლობაში. რომ ეს არის deep state, რომ ეს არის გლობალური პარტია, რომ USAID არის აგენტი, რომ ეს არის ლიბერალური გაღწნილი იდეოლოგია, რომ ეს არ არის ჩვენი რაღაც ცივილიზაციური ან გეოპოლიტიკური აზიმუტი. ხო? ის რაც ჩვენ ნუ მეტნაკლებად ყველა იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ხო? და ის რაც მაქვს წაკითხული. უცხოელების ან იმ უცხოელების მხრიდან ვინც იცნობდა რაღაც ურთიერთობა ქონდა ბიძინა ივანიშვილთან და აი საერთო ის რაღაცა ის რომ შექმნა ხო ერთი სამი კომპონენტი არის რითიც ახასიათებენ რომ არის ძალიან ჭკვიანი და ანალიტიკური იშვიათი ანალიტიკური უნარის მქონე რომ არის ძალიან მოქნილი და აქვს რაღაცა უსაზღვრო მოთმინება აი სამი კომპონენტი აი ახლა მე თქვენ გეკითხებით ბიძინა ივანიშვილმა აი ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება მაგას ეგიდით რაც ხდება ევროპასთან მიმართებით ამერიკელების მხრიდან საერთოდ ეს პროცესი ახალი კონსერვატიული რევოლუცია და აი ამ ნიშნით გაერთიანება მომავალი შეიძლება ევროპელების მათ შორის და ის რომ ის რაც გუშინ იყო მეინსტრიმული დღეს ხდება უკიდურესად მარგინალური ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ გათვალა არც ერთი ოღონ ანალიტიკური ტვინის პატრონმა შენი კითხვის ფორმულირებას რო ვისმენდი იმ გზაში გამიჩნდა ერთი ისა უბრალოდ ტრამპი და ივანიშვილი ერთ დღეში ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ორივეს შეუტია ლიბერალებმა კი მაგრამ ამ კონტექსტში როცა მთელი სამყარო არის ლიბერალური პატარა ქვეყანა საქართველოს როგორ გაუბედავდა ანუ პრაგმატულად მე ხო შემთხვევით არ უსვავ ხას იმას რომ ფრთხილია ამასთან ერთად და მოთმინებას გააჩნია ანუ გარდა ამისა რომ შეიძლება ცოდნა კონდეს ამ ცოდნის განხორციელებას ხო გინდა ეს ხო ცალკე ოსტატობაა თქვენ გამორიცხავთ ანუ რომ რაღაც ინფორმაცია ქონდა რომან
არ ვიცი, ზუსტად ვერ გიპასუხებ მაგაზე, მართლა რა გითხრა, ეხლა რაღაცებს ხარ მოვიგონებ. უბრალოდ ერთი თემაა, რომ გაცილებით ადრეც იყო ეგ ტენდენციები დაწყებული, თუმცა ასეთი მასშტაბი არ ქონდა ახლა აქ მიღებული და მე პრინციპში რაღაც მომენტში ბევრ რაღაცას აქ დაზიანებული თუ არის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერება, ხო? იმაშიც ვხედავ, რომ ის ტენდენციები, რომელიც ახლა ხელშესახები გახდა, გაცილებით ადრე იყო დანახვადი მთლიანობაში და შეიძლება ეხლა ეს არ გექცია შენ ისეთ თემად, რომელიც წამყვანი იქნებოდა სხვადასხვა რაღაცების გამო, რაც სანამ გარედან მხარდაჭერა არ გექნებოდა, მაგრამ რაღაცა ტიპის საფუძველი შიგნით რომ მომზადებულიყო იმისათვის, რომ ასეთი მკვეთრი არ ყოფილიყო მე ეს გახლეჩა, ხო? ჩემი აზრით, ასეთი რამის გაკეთება შეიძლებოდა და მე აქედანაც უყურებ მაგას და ამიტომ ზუსტად ვერ გაგცემ მაგას პასუხს, ხა ეს თუ დანახვა რამდენად მოხდა, აქ ტენდენციებიც ისე თუმცა ის საფუძველი ხა გაცილებით ადრე გავიარეთ ჩვენ ფაქტურად ის ფაზა, ჩვენ რომ სანამ შემოვდიოდით აქ რა ვისაუბრეთ ბატონურობას, მაგას ვეუბნებოდი ახლა ტრამპს, მე მგონი ბევრი რამე ჩვენგან სასწაული ის არ დაემართოს, რაც ჩვენ დაგვემართა 2012 წლის მერე თქო და რა დაგვემართა ჩვენ 2012 წლის მერე, ანუ ის ტენდენციები, რომელიც თავიდანვე კარგად ვერ შევაფასეთ, ჩვენს გარეშე ისე მოძლიერდა, რომ მე ახლა გიხდება გადასატანი და ახლა იქ ინაugurაციაზე ოჯახის წევრებმა მიმაქცევიეს ყურადღება ქალბატონი ჰილარის ღიმილი როგორი იყო. ეგ ღიმილი, რა ვიცი, იქ გამოვჭა ჩვენ ყურადღებიდან, ყველა ტრამპზე ვიყავით კონცენტრირებული ვარ. მაგისთანა ქალბატონის, მაგისთანა ღიმილის მე შემეშინდებოდა და ჩვენგან რაც უნდა ისწავლოთ მაგათმა, იგივე არ დაემართოთ, რაც ჩვენ დაგვემართა ახლა, ხო და ამიტომ ეს ღიმილიც იყო გამოწვეული, მე ძალიან კარგად მახსოვს ეს ფრაგმენტი. მას შემდეგ რაც ტრამპმა თქვა, რომ მექსიკის ყურეს გადავარქმევ და დავარქმევ ჰილარის გაეცინა ამაზე. გაეცინა, მაგრამ ეგ როგორი სიცილი იყო, იცი, როგორი ხალი სიცილი იყო, ეხა ეგ შენ თქვი ხარ, ეს დემოკრატები ხარ. ასე არავინ არ დანებდება, კი. ამიტომ შენი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რომ აქ რამდენად მოხდა ამ ყველაფრის წინასწარ გასვლა სინქრონიზაცია ვთქვათ. ხო, მე ბოლომდე არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რაც დაუშვათ მაგრამ გიფიქრე ამაზე. რა თქმა უნდა, მიფიქრია, თუმცა ერთი რამე რაც არ მომწონს ახლა და მეც ვარ მაგის მონაწილე ფაქტიურად, რა ჩემი ყოფნის დროსაც და კიდე ადრეც შემჩნევადი გაცილებით ადრე იყო ბევრი ისეთი ტენდენცია, რომლის ნაწილი ჩვენს გავხდით. და ამიტომ ახლა შეიძლება მე არ ვიცი რაღაცა ვალდებულებების ნაწილი, შეიძლება არ ვიცი რაღაცა ტენდენციები, რომლის გამოც არ შეიძლებოდა ამ ცვლილებებზე ლაპარაკის დაწყება უფრო ღიად, ვიდრე როდესაც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ეს თემები მე პასუხგასაცემი მაქვს და დროთა განმავლობაში ბევრი რამე ალბათ გახდება ცნობილი და მე უფრო ჩამოყალიბდები ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს ახლა იყო დანახული გათვლილი პროცესი, რომელსაც სინქრონიზაცია მოიყვანეს ამათმა, თუ აქ ნაწილი მონაწილეობდა დაუშვათ იძულებითი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც მე თავისთავად მოგიყვანა სინქრონიზაციაში თუ როგორ იყო, ახლა ვერ დავიბრალებ და ვერ ვიტყვი, რომ ისე მაქვს დანახული ეგ პროცესი, რომ ზუსტად შემიძლია პასუხი გაგცე. ბატონო, რამაც ხო არ გიდათ ამის დამატება? ვეთანხმები მთლიანად ბატონ რომანს ეგ ერთი. მე ცოტა რომ ფანტაზია გავათამაშოთ. მილიარდელებს აქვს თავიანთი ინფორმაციის წყარო განსხვავებული. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მილიარდერებს აქვს თუ აქვთ. მოდით მაშინ დავასრულებ ამ ძალზე საინტერესო დისკუსიას. პირობას ვაძლევ, რომ ჩვენ ისედაც ვფიქრობთ მეორე გადაცემის დანერგვაზე ეთერში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სტუდიაში ყავდეს 3 სტუმარი წამყვანის გარეშე. და პირდები, რომ სწორედ ამას ვფიქრობდი. ძალიან ბევრი ფსიქოლოგია, ძალიან ბევრი ფსიქიატრი არის დღევანდელ პროცესებში და აი ამ მოვლენების წმინდა სოციოლოგიური კუთხით ამ მოვლენების ანალიზი ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით. მადლობას მოგახსენებთ მორწანებისთვის, არაჩვეულებრივი საუბრისთვის და ანალიზისთვის. ძვირფასო მეგობრებო, დემოკრატია ხო არსებობს, სოციალ-ფსიქიატრია, შემოვიდოდეთ პარტიის სახელმწიფო. სოციალ-ფსიქიატრიული პარტია. მოძრაობა. კი ბატონო. ჭირდება აშკარად. მეგობრებო, კიდევ ერთხელ დღეს არ მithქვამს, უბრალოდ შეგახსენებთ. თუ გინდათ რომ ეს ვიდეო ნახოს რაც შევა მეტმა ადამიანმა, დაალაიქეთ. YouTube-ზეც, Facebook-ზეც და ასე შემდეგ, დატოვეთ თქვენი კომენტარები, მე კი გემშვიდობებით, შემდეგ პარასკევამდე კარგად ვზანდებოდ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.